საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. დღეს 20 ივნისია, სამოქალაქო წინააღმდეგობის თარიღი. დღე, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაუშვა ზვიად გამსახურდია სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატს დაეკავებინა. დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ეს არ დაუშვა და მკაფიოდ უთხრა ხელისუფლებას, რომ საგარეო კურსი ამ ქვეყანას დიდი ხნის არჩეული ჰქონდა და მის გადახედვას არ აპირებდა. გავრილობის ღამეს ქართულმა ოცნებამ დემონსტრაცია დაარბია, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. 2019 წლის იმ საშინელი დღიდან მოყოლებული ივანიშვილის გუნდი ცდილობს დაგვაბრმაოს, დაგვაყრუოს და დაგვამოუჯოს. დღეს ერთ-ერთ ასეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა ვიმსჯელოთ. ბიზნესისთვის პირის ამოკერვის მცდელობას. თავად რეგულაციებს დეტალურად და ვრცლად მოგვიანებით შევეხებით, მანამდე კი ერთი ვიდეო უნდა შემოგთავაზოთ. ბიზნესის დუმილის კანონი მდუმარედ მიიღო ქართული კომპანიების დიდმა უმრავლესობამ, მაგრამ არა აბსოლუტურმა. პირში წყლის ჩაგუბებას არაპირებს რეფორმერ ფიტნესის დამფუძნებელი გიორგი ფუტკარაძე. ბათუმის სპორტდარბაზების გვერდი Facebook-ზე არაერთხელ შეგხვდებოდათ, როცა წამალს ვითხოვდით დიუშენის ბავშვებისთვის, როცა ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებდნენ მოქალაქეებს, როცა კვერცხს ორი თეთრით დღენახევარი აიაფებდნენ. 39 წლის ბათუმელი ეკონომისტი კონსტიტუციური სარჩელის ავტორია. ის ბიზნესის შემზღუდავი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას და შესაბამისად გაუქმებას ითხოვს. შალვა პაპუაშვილი ანარქისტად მოიხსენიებს, ჩვენ კი პრინციპულ ადამიანად მივიჩნევთ და ამიტომ გთავაზობთ ერთად ნახოთ გიორგი ფუტკარაძის საქართველოს ამბავი, რომელიც გელამ თევლიშვილმა გადაიღო. დისიდენტი ბიზნესმენი ცოტა ხმამაღალი თქვა მე მგონია. გიორგი ფუტკარაძე. ეხლა მე ჩემი თავის დახასიათება გამიჭირდება, მაგრამ სხვების დახასიათება რომ გითხრათ, გუშინ მოусმინე შალვა პაპუაშვილის კომენტარს მოკლედ ამ კონკრეტულ სარჩელთან დაკავშირებით და ესე თქვა, რომ ანარქისტიაო და ვთქვათ, რომ ანარქისტი ვარ მოკლედ რა და გიორგი ფუტკარაძე არის ანარქისტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად საკუთარ თავთან შეჯიბრი ყველაზე კარგია მოკლედ კომპანიისთვისაც, ადამიანისთვისაც და შესაბამისად ამ კონცეფციაზეა რეფორმერი დაფუძნებული, ჩვენი კორპორატიული კულტურაც და ყველაფერი ის, რასაც აქამდე ვაკეთებთ მოკლედ. ვცდილობთ, რომ ყოველ დღე გავაუმჯობესოთ როგორც ბიზნესი, ისე საკუთარი თავი და ყოველ დღე უფრო უკეთესი გავხდეთ. ეს გაიხსნა 2020 წლის 21 სექტემბერს და მე ორ თვეში ლოკდაუნი გამოაცხადეს. მე არ დავემორჩილე ამ ლოკდაუნს, შეუძლებლად გავაგრძელე საქმიანობა, საჯაროდ მქონდა ეს გაცხადებული და პირველი შემოსვლის დროს შრომის ინსპექცია მოვიდა და მაჯარიმა 10,000 ლარით. მე ისევ გავაგრძელე და მეორე დღეს უკვე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. 100 პოლიციელით მოვარდნენ აქ, სპეცოპერაცია ჩაატარეს, ეს ქუჩა მთლიანად გადაკეტეს, მთელი, ბათუმის პოლიცია აქ იყო, მთელი კოლონა, ეს იყო გამომძიებელი საქმე. ეს ჩემი თანამშრომლები. ეს ტრენაჟორები, როგორც მტკიცებულებები ვერ ამოიღეს და ვერ წაიღეს და აქვე ადგილზე დალუქეს რაღაცა ძაფებით. მერე ეს კარები დააბეს რომ ვეღარ გევარჯიშა. ხო. მერე ეს კარებიც დალუქეს, ლუქები დაადეს. ორი ეკიპაჟი პოლიციის მანქანა დამიყენეს ერთი ეზოში, ერთი ქუჩიდან შემოსასვლელში, 3 თვის განმავლობაში ყარაულობდნენ. რომ არ შემოვსულიყავი დარბაზში და არ მევარჯიშა. 252 პრიმა მუხლი. და რა სიტუაციებს ეს მუხლი? ახლავე დაგვიგუგლავთ, შეუმართლეთ. ბატონო დაგვიგუგლეთ. რატომ არ მოჩილებოდი შეზღუდული? იმიტომ რომ სისულელე მეგონა ეგ კანონი რა, ბიზნესისთვის და ზოგადად ადამიანებისთვის აკრძალვა გარეთ გასვლის რაღაცა 9 საათამდე, მე კომენდანტის საათი, ბიზნესისთვის საქმიანობის აკრძალვა, ყველაფერი სისულელე მეგონა, იმიტომ რომ
რეალურად ჯერ თავისუფლებების ნაწილშიც ადამიანებს უზღუდავდა თავისუფლებას და დასრულ ადამიანებს თუ მიაწვდი სწორ ინფორმაციას, მე თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად გარისკოს და როგორ გარისკოს. სად გადავიდეთ? სად? მიხარი მიმართულება. გადაბრძანდი რომ მეუნები მიმართულება. აქ გადმოვედი, აქ მომადექი ახლა გადაბრძანდი. არა, მიხარი სად გადავყოლეს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის. მერობის კანდიდატი ვიყავი ბათუმის. გირჩი მეტი თავისუფლება პარტიიდან ბათუმის მერობისთვის გიორგი ფუტკარაძე. ეხლა ჩემი წარმოდგენები რაც არის ზოგადად ბიუროკრატიაზე და სახელმწიფოს მართვაზე, მინდოდა რომ ეს იდეები უფრო მეტ ადამიანს გაეცნო იმ ყურადღებიდან გამომდინარე, რაც მერობის კანდიდატის მიმართ მაშინ იქნებოდა მედიის მხრიდან. გირჩი როდესაც დაარსდა, მათი იდეები ჩემთვის მოსაწონი იყო, რომ ჩემი შეხედულებები თავიდანვე ეკონომიკური თვალსაზრისით ემთხვეოდა და მე ესე დავახლოვდი ამ ხალხთან. მე გავიცანი რომ ჩამოვიდნენ აქ და შემომთავაზეს რომ იქნებ გეყარა კენჭიო და საინტერესო ამბავი იყო ეს კამპანიაც რაღაცა ის მქონდა დარბაში მქონდა ტელევიზია გაკეთებული და იქ მერობის კანდიდატებს ვიწვევდი და იქ ვესაუბრებოდი ამ ჩემს იდეებზე ესეთი რაღაცა განსაკუთრებული ის არ მქონია ახლა გრანდიოზული საარჩევნო კამპანია და მეოთხე ადგილზე გავედი რა 10 კანდიდატში და ამ 2600 ხმამ ისა სხვათა შორის ეგ 2600 ხმა იყო ზუსტად ის რამაც მეორე ტური გამოიწვია საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას რომ ვერ ვითარდებით და ვუქსაუთ ერთ ადგილზე და თუ არა უკან არ მივდივართ. ჩვენ ზოგადად ყველა პოლიტიკოსები ვართ მოქალაქეები დღეს. იმიტომ რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ ველოდოთ ახლა ვიღაცა პოლიტიკოსმა რაღაცა გააკეთოს და მე მოგვარდეს ყველაფერი. ხო, ამიტომ ახლა საზოგადოებამ ის უნდა დაიჯეროს რომ რეალურად პოლიტიკოსი უნდა ელოდებოდეს შენ რაღაცა ნაბიჯი გადადგას. შენ უნდა უკეთავდე რომ ნაბიჯი გადადგას და ახლა მაგალითად მეორე ვინ უნდა მოვიდეს და მესამე ძალა და სულ ასეთი რაღაცები რო ისმის რა. მესამე ძალა და მეოთხე ძალა ისე არ გაჩნდება შენ თუ დაკვეთა არ ისაქენი საზოგადოებამ ხო? პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ საკუთარ თავზე და არ უნდა ველოდოთ ეს და არ უნდა ვიძახოთ რომ ის პოლიტიკოსი ცუდია იმის გვერდით არ დავდგები იმის გვერდით კი არ დგები შენი საკუთარი თავისთვის დგები და იმ პოლიტიკოსაც მათ შორის ოპოზიციაში ვინც არის იმასაც ეუბნები რომ შენ როგორი ქვეყანა გინდა რომ ის რომ ძალაუფლებისკენ იქაჩება იმან იცოდეს რომ შენ რომ ამას ახლანდელ მთავრობას პრეტენზიებს უყენებ რაღაცაზე იმასაც წაუყენებ 3000-მდე ბოლოს დაახლოებით დავთვალეთ, ეგეთი ხელმოწერილი ის გვაქვს შენახული, რა თქმა უნდა, ეხლა ამას არცად არ ვავრცელებთ. აი უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან ის ადამიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ჩვენთან ჩამოდის სტუმრად და მოდის ჩვენს დარბაზში სავარჯიშოდ, ვთხოვთ სიმბოლურად დააფიქსიროს თავისი პოზიცია წერილობით, რომ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტი არის ხელშეუხებელი და პატივსცემს ამას, თქვათ, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ისე უკრაინისაც და შესაბამისად კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ. მხოლოდ ამის შემდეგ, ამ თანხმობის შემდეგ უკვე აქვთ საშუალება, რომ გახდნენ ჩვენი კლუბის წევრები და გააგრძელონ ჩვენთან ვარჯიში მოკლედ. ბევრი არის მართლა ისეთი, რომ ამ ტექსტის გამო პატივისცემასაც გამოხატავენ და თვლიან, რომ აი ძალიან მაგრები ხართ, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ამის საშუალება საკუთარ თავს ვერ მივეცით, რომ უფრო მყარად გარიყავით და ბევრი ძალიან ისეთი პოზიტიურად ხვდება ამას. ის ხალხი, ვინც რა თქმა უნდა ჩვენთან უკვე ვარჯიშობს და არიან ისეთები მაგალითად, ვინც გვეუბნება, რომ ჩვენ მშობლები ყავს რუსეთში, თქვა რაღაცა ეშინიათ. ზოგი გთხოვს, რომ იქნებზე პირად დაგიდასტუროთ. ვინც ხელს არ აწევს პრინციპულად, იმათ არ ვემსახურებით თავისთავად და არანაირად და მიდიან სახლში მოკლედ. წმინდა სიმბოლური ხასიათის არის, რომ შევახსენოთ, ვინც მოვა აქ, რომ სხვა ქვეყანაში ხარ, ეს არ არის რუსეთის ტერიტორია და რაც გაგვთ წართმეული, უკვე უნდა დაგვიბრუნოთ. და ის ხალხი, სადღაც რომ დაბრუნდება თავის ქვეყანაში, ეს დაამახსოვრდებათ, რომ სადღაც ამაზე კითხვას უსვამდნენ და ეს არის ჩემი მიზანი ყოველ შემთხვევაში. ხო, ყოფილა ეგეთ შემთხვევაც, რომელიღაცა ერთ-ერთმა
ვიჩივლა სახალხო დამცველმა რომ აი დისკრიმინაციულად იქცევიანო რუსეთის მოქალაქეების წინაშეო და შესაბამისად მე სახალხო დამცველმა მოკვლევა დაიწყო ამის შესახებ და ჩვენ გავეცეთ პასუხი რომ კი ვაკეთებთ ამას და იქ რაღაცა მოიყვანა თითქოს რაღაცა მაგალითები ზუსტად აღარ მახსოვს ახლა რომ თითქოს დისკრიმინაციას შეიცავს ნიშნებსო და რაღაცა და ჩვენ ვთქვათ რომ საერთოდ არ გვაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და ასე გავაგრძელებთ თქო რა სანამ პოლიციამ ძალადობრივი სისტემის მსახურია, სანამ კრიმინალი დათარეშობს, უსწორდება ჩვენს თანამოქალაქეებს და პოლიციელი ამას უყურებს მშვიდად, უმოქმედოდ ჩვენი კარი ყველა სამართალდამცავისთვის დახურულია. და გმირი ვიცით ჩვენ ანწუხელიძე, ანუ ეს პოლიციელი გმირიას საპასუხოდ არის ესეც, იმიტომ რომ რეალურად გმირობა საქციელით გამოიხატება და არა რაღაცა წოდებით და უნიფორმით. შაშან ყველა უნახეთ რაც ხდებოდა ქუჩაში, ჩვენს ქვეყანაში, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს. დარბევა, სასტიკი მოპყრობა, მათ შორის ის რომ ვიღაც ნიღბიანი ტიტუშკები არბევდნენ ჩვენს მოქალაქეებს და გვერდით პოლიცია უყურებდა და არაფერს არ აკეთებდა და პირიქით მე ამ ხალხს ჯიდნენ, აჯარიმებდნენ, იმ ხალხს აცილებდნენ ესკორტებით, ხო და რაღაცა, ანუ, როდესაც შენს წინააღმდეგი არაღით დგას სახელმწიფო და შენ ყველანაირ ბერკეტს გართმევს, რომ რაც არ მოგწევს, გააპროტესტო და რო აპროტესტებ, ამის გამო გარბევს, გირწყამს, ანუ რაღაცა, თქვათ, რეაქცია ხო უნდა გქონდეს და ესა ჩვენი რეაქცია იყო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გგონია, რომ ყველა სამართალდამცავი მოძალადეა. და ვიცით, რომ ამ სისტემაშიც არიან კეთილშობილი ადამიანები და ყველას ვერ მოთხოვთ რაღაცა რომ ისაქნას სამსახურები დატოვონ, ახლა ყველამ ვიცით რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ახლა მაგ მორალურ რაღაცა ვალდებულებას ვერ ავკიდებთ ახლა ყველა პოლიციელს რომ გინდა თუ არა ახლა პროტესტის შესად დატოვონ სამსახურები და რა თქმა უნდა ამისიც არც გვაქვს ხო მოთხოვნა. უბრალოდ ეს არის ყურადღების გამახვილება, რომ იმ სისტემის კეთილსინდისეერმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ თავის თანამშრომლები სახელს უტეხავენ, რეპუტაციას ულახავენ და საჯაროდ თუ არა, შიგნით მაინც გქონდეთ რაღაცა განწყობა. 7 ნოემბერი იყო მთელი ნოემბერი. ეს მთელი 14 წელი რო 7 ნოემბერი გვაქვს, იმ 7 ნოემბერს მეც მომხვედრია ვანჯურები სპეცრაზმელებისგან და მეც მაშინაც ვაპროტესტები და ახლაც, ანუ მე შერჩევითად არ ვაპროტესტებ და კონკრეტულ მთავრობებზე ჭიპი არ მაქვს მიჭრილი. ხო, ზოგადად ძალადობას ვაპროტესტებდი მაშინაც და ახლაც. პრობლემა იმით რაში რომ ნაცებს ის ხალხი გვეძახის, ვინც თვითონ ნაცი იყო მაშინ. და დღეს გადაბარგდნენ იმაში, ხო, ხელისუფლებაში და პარლამენტში ხედან ყოფილი ნაცები. ისინი გვეძახიან ჩვენ ნაცებს, რომლებიც მაშინაც რაღაცებზე ვიღებდით ხმას და ეხლაც. სასაცილოა. კეთილმოსურნე ჩემი მაგალითად ხშირად მეუბნება ამის გამო რომ რატო იგდებს საფრთხეში თავს ხალხ საფრთხეში ვინც ჩაიგდო თავი ხალხი ეგრე სიხეში ჩასვეს და რაღაცა და ეს არ მგონია რაღაცა ჩემი მხრიდან გმირობა მე ზოგადად არ მიყვარს მაიმუნობა რაღაცას რო ვაკეთებ ყველაფერს ვაკეთებ გამჭვირვალედ და საჯაროდ გადასახადებს არ უმალავ არაფერს არ მეშინია საერთოდ ეხლა თუ რაღაცა ინტერესი აქვს იმას ყველაფერი შეიძლება მოგიძებნოს თქვა რაღაცა გვინახავს ხო ფაქტებიც რომ არავის არაფერი არ დაუშავები მაგრამ ციხეში ჩასვეს ეგ არ არის თქვა ისა მაგრამ ბიზნესები შექმნილან და გაკოტრებულან და ადამიანები ვაგრძელებთ ცხოვრებას და ეხლა ჩემთვის თავარი არის რომ ჩემს სინდისთან ვიყო მართალი და როგორც მჯერა ისე ვაკეთებ ანუ ეს კანონი ძირითადად გამოხატვის თავისუფლებას ეხება და ბიზნესის თავისუფლებას კრძალავს ბიზნესის მიერ ისეთ საქმიანობას, რომელიც უშუალოდ მის საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული პირდაპირ და მიმართულია სახელმწიფოს, თქვათ, ან ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების და ზოგადად საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად, როგორც განმარტავენ შინაარსობრივად და ისჯება ერთ შემთხვევაში 20,000 ლარის ჯარიმით და ნუ შემდეგ განმეორების შემთხვევაში უკვე სისხლსამართლებრივი დევნა იწყება და ისჯება თვითონ კომპანიის ლიკვიდაციით ან კომპანიის ლიკვიდაციით და ხელმძღვანელების პატიმრობით.
10 ივნისს შევიტანეთ საკონსტიტუციაში ეს სარჩელი და ველოდები რომ უბრალოდ ადრე თუ გვიან განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მაინტერესებს თვითონ რა პოზიციას დააფიქსირებენ. მე არ ველოდები რომ მაინც და მაინც ახლა შეიძლება დადებითად გადაწყდეს ეს. ან შეიძლება საერთოდაც არ განიხილონ. უბრალოდ ნებისმიერი პასუხი არის პასუხი, რომელიც შემორჩება ისტორიას და თქვათ იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებს ადრე თუ გვიან რაღაცა იქნება ჩაწერილი, რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს. რას ვაფუჭებდით მანამდე ბიზნესმენები, თქვათ, მსხვილი, მცირე. ხო, რომ ანუ ეს დაჭირდათ და სავარაუდოდ ამ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც ბიზნესები გაერთიანდნენ და რაღაც პლატფორმაზე გამოხატეს თავისი აზრი, თუნდაც ჩვენს ევროპულ მომავალზე, თუნდაც იმ ძალადობებზე, რაც ქუჩებში ხდებოდა და ყველამ რაღაცა სიმბოლური თავისი რაღაცა ნაბიჯი გადადგა ამის საწინააღმდეგოდ, ზოგი ხარდაჭერას უცხადებდა, ზოგი ფინანსურად ეხმარებოდა იმ რეპრესირებულ ხალხს, ზოგი რაღაცა და საბოლოო ჯამში ეს პრეცედენტი რო შეიქმნა, სავარაუდოდ ჩათვალეს, რომ კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველი შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ გადამდებია პრეცედენტები და მაგალითები და დღეს თუ 10 და 20 ადამიანი გამოთქვამს ბიზნესის ენით პროტესტს, შეიძლება ხვალ უკვე უფრო მეტ ბიზნესს გაუჩნდეს ეს სურვილი და შიში გადალახოს და კიდევ უფრო მეტმა გამოთქვას ის უკმაყოფილება, რაც ისედაც არსებობს და დაგროვილია. ცვლილებებშია გამოსავალი. ადამიანებმა უნდა მოქალაქეებმა უნდა დავიჯეროთ, რომ ცვლილებები საჭიროა. როგორაც არ უნდა გვაშინებდნენ, რომ ვიღაცა მოვა, ვიღაცა ომით გვემუქრება, ომში გვითხრემოთ, მაშინ ცვლილება თუ არ მოხდა, არაფერი არ შეიცვლება. ცვლილებას მოაქვს პერსპექტივის განცდა. საქართველოს როგორი მინდა და თავისუფალი საქართველოს მინდა. უნდა იყოს რაღაცა წესები, რაზეც თანხმდებით, რომ ჩვენ ერთმანეთს ზიანი არ მივაყენოთ და ერთმანეთის ცხოვრებაში არ ვერევით. თუ თავისუფალი არაა მოქალაქე, აზრი არ აქვს, ვერანაირად ვერ განვითარდება. თავისუფლებას მოაქვს კეთილდღეობა მხოლოდ. ბიზნესის დუმილის კანონი, ასე უწოდა მას ჩვენმა დღევანდელმა სტუმარმა. მინდა წარმოგიდგინოთ ადვოკატი მაია მწარიაშვილი, იურიდიული კომპანია BLB-ს უფროსი პარტნიორი და ნიკა შურღაია, ფინანსისტი, მენეჯერი, კომპანია ერთი ხალხი, ერთი საქართველო. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. 2026 წლის 4 მარტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა. ბიზნესის პოლიტიკური, საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაცია, სამართლებრივი და პრაქტიკული რისკები ინვესტიციებისთვის. ძალიან რომ დავწუხოთ ასეთია რეგულაციებზე თქვენი შეფასება. მაია, მოგვიყევით რით არის ეს გამყარებული და პირველ რიგში რას გრძალავს ეს რეგულაციები? მოგესალმებით ნინო და მივესალმები თქვენს მაყურებელს და მსმენელს. კითხვა თითქოს მარტივია, რას გრძალავს ეს კანონი, მაგრამ მერწმუნად პასუხი ძალიან რთულია ამ კითხვაზე. ესე იგი, მიმდინარე წლის 4 მარტს, როგორც აღნიშნეთ, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა არაერთი ცვლილება, მათ შორის 2 მუხლი, რომელიც ასე ვთქვათ, ფოკუსირებულია და ტარგეტირებულია ბიზნეს სექტორზე. 316 პრიმა, 355 ტერცია. 355 ტერცია მუხლი დავიწყოთ არჩედან, რახან ეს სპეციფიურად სამეწარმეო სუბიექტებისთვის არის. მუხლი, ასე ვთქვათ, სათაურია პოლიტიკური სამეწარმეო სუბიექტების პოლიტიკური აქტივობა, რომელიც თურმე დანაშაულია, ანუ პოლიტიკური აქტივობა ამ კანონის ამ განაცხადით დანაშაულია. ანუ ჩვენ სისხლის კოდექსში გვაქვს მუხლები, ხო? მაგალითად, ხურდობა, მკვლელობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება, რაღაცა ტერორისტული აქტი და ასეთივეა პოლიტიკური აქტივობა ზოგადად და ბიზნესის პოლიტიკური აქტივობა და თან არ დავიწყდეთ ეს სახელმწიფო დანაშაულების თავშია. მეორე მუხლი, რომელიც ასევე ტარგეტირებულია ბიზნესზე, ანუ იურიდიულ პირებზე და არა მხოლოდ ის მუხლი ვრცელდება ყველაზე, მათ შორის მოქალაქეები, მათ შორის პოლიტიკოსები, სხვა შორის ეს რა ხავთ ექსტრემიზმის მუხლი 316 პრიმა. ეხლა მინდა ამ სათაურმა არ შეაშინოს მსმენელი და ეს სახელწოდებაა ექსტრემიზმი, თორემ მუხლი რას გულისხმობს, ამაზე ვისაუბრებთ. ანუ ორივე პრინციპში ეს არის უპრეცედენტო მუხლები, რატომ გამოვაქვეყნეთ ჩვენ სამართლებრივი კვლევა? იმიტომ რომ იმდენად სისხლის სამართლისთვის
ეს მუხლები იმდენად არაბუნებრივია, იმდენად უცხოა, იმდენად არათავსებადია, იმდენად აცდენილია ყველანაირი სისხლის სამართლებრივ დოგმატიკას, ამას ჭირდებოდა რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, სამართლებრივი შეფასება და ყურადღების მიქცევა. სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნეთ ეს კვლევა ამ ორივე მუხლთან დაკავშირებით და ნახეთ, რატომ არის სისხლის სამართლისთვის, ასე ვთქვათ, სრულიად სხვა სფერო. სისხლის სამართალი, ასე ვთქვათ, ჯის ქმედებებს, იმიტომ ვთქვი, მკვლელობა, გაუპატიურება, რაღაცა ტერორისტული აქტი. ანუ უკვე მომხდარ რაღაც მოქმედებებს. ეს ორივე მუხლი მიემართება გამოხატვას, ნინო. ეს არის გამოხატვა, აქტივობა. აქტივობა საერთოდ არ იცნობს სისხლის სამართალი რა არის. ამ მუხლმა შემოიტანა ესეთი სახელწოდება პოლიტიკური აქტივობა. რომელიც რა არის არ ვიცით სისხლის სამართლებრივად და შინაარსიც არ გახსნა დანარჩენ პრობლემებთან შემდეგ მივალ. ანუ რაღაცა პოლიტიკური აქტივობა არის დანაშაული. შემდეგი მუხლშიც დანაშაულია სხვა საჯარო აქტივობები, ასე ვთქვათ. ეხლა ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რა არის ეს პოლიტიკური აქტივობა და სხვა საჯარო აქტივობები. მაგრამ თავად მუხლი მიგვანიშნებს ამას, რომ ორივე შემთხვევაში ეს მიემართება გამოხატვას და რატომ? იმიტომ რომ თუ 355 ტერცია მუხლი გვეუბნება, რომ პოლიტიკური აქტივობა ეს არის აქტივობა, რომელიც მიემართება გავლენის მოხდენისკენ, ანუ საზოგადოების ნაწილზე, ან ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად. გავლენას ახდენს როგორი აქტივობა, ხო? ეს არის ვერბალური, ძირითადად ვერბალური აქტივობა. ეხლა მე ანუ ვცდილობ გამოვიცნო კანონმდებლის განზრახვა, მაგრამ რატომ ვცდილობ იცით და პრობლემა რა არის? ამ განმარტებითი ბარათები ახლავს ხოლმე, ხომ? თავისთავად ყველგან. მითოდეს ასეთ ნოვაციას, რომელსაც საერთოდ პრეცედენტი არ აქვს. გავლილი ჰქონდათ კონსულტაცია იურისტებთან, ეს ძალიან საინტერესო არათუ არ ქონდათ გავლილი, ასე ვთქვათ, ახსნა განმარტებით ბარათში, ასე ამაყად არის აღწერილი, რომ ეს ცვლილებები არ ემსახურება, ვთქვათ, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე ვალდებულებებს, არ შეგვისწავლია რაიმე პრეცედენტები, რომელიმე ევროპული ქვეყნების არ გაგვივლია კონსულტაციები მეცნიერებთან, ექსპერტებთან, მოკლედ არავისთან არ ვიცით, საიდან, ასე ვთქვათ, ვის თავში მოვიდა, ან რა სამართლებრივი ტრადიციებით არის ნასაზრდოები. ამიტომ იძულებული ვიყავი მეძებნა, აი საიდან რომელი ცივილური ქვეყნის კანონმდებლობაში ნახა ჩვენმა კანონმდებელმა ეს მუხლები და არ გაგიკვირდებათ და მივაგენი, ასე ვთქვათ, მსგავს ანალოგებს რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის და რაღაცა ესეთი შეფარული ფორმის მსგავსი მუხლები აქვს ჩინეთს ასევე კანონმდებლობაში. ანუ გასაგებია რომ ვთქვათ არის მათი კანონმდებლობის ტრანსპლანტი, ამიტომ ვეცადე დამენახვებინა როგორ მუშაობს იმ სამართალში და როგორ იმუშავებს შემდეგ ქართულ სამართალში, ანუ იქ უკვე მაგალითები არსებობს ამ მუხლების. ესე იგი, თქვენ რომ მკითხეთ და უბრუნდე მთავარ კითხვას, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა? ხო, რას გრძალავს? რომ არ მოხდეს ამ მუხლის რეგულაციის სფეროში. მაია, ერთ რამეს კითხავთ, რა ბიზნესი განხილულია როგორც სუბიექტი, ადამიანი, მოქალაქე. ხო, მთავარი, ხო არის ეს და გამოხატვის თავისუფლებასთან მოქალაქის, ვთქვათ, ის რაც არის კონსტიტუციით ჩვენთვის გარანტირებული. რამდენად მოდის დახვედრაში? თუ პირიქით წინააღმდეგობაშია ეს ყველაფერი? კარგი კითხვა და ამისვით ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე მთავარი ამბავი. ეს არის მთავარი კითხვა. ჯერ უნდა გავარკვიოთ რა აიკრძალა და რატომ. ბიზნეს, ასე ვთქვათ, კორპორაციებს, იურიდიულ პირებს, მათ აქვს სამოქალაქო და სოციალური უფლებები, პოლიტიკური უფლებების მატარებლები არიან ისინი. მთელს ცივილურ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენი კონსტიტუციით ისინი ატარებენ ყველა ამ ფუნდამენტურ გამოხატვის უფლებებს, ბიზნეს, როგორც იურიდიულ პირს. ჯერ არ ვსაუბრობ მათ წარმომადგენლებს, ხო აქვთ და აქვთ, მაგრამ კორპორაციებს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეხლა ეს გამოხატვის თავისუფლება ამერიკულ კანონმდებლობაში გაცილებით ევროპულში, რა თქმა უნდა. რასაკვირო, ანუ სტრასბურგის სასამართლო სტანდარტით, ანუ ეს არის ნებისმიერი იურისტისთვის 2x4, რომ იურიდიულ პირებს აქვს გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ისაუბრონ ყველაფერზე. ერთადერთი გამონაკლისი, რაც გამოხატვას მიემართება და დასჯადია სისხლის სამართალში, ეს არის, როდესაც არის მოწოდება ძალადობისკენ.
მხოლოდ ასეთი გამოხატვა შეიძლება იყოს დასჯადი და ამავდროულად არა მხოლოდ მოწოდება ძალადობისკენ, იქ უნდა იყოს ძალადობის მყისიერი საფრთხე, ანუ თავის ტესტი აქვს კიდევ. წარმოქმნილი უნდა იყოს ეს საფრთხე და თვალსაჩინო. გამოხატვა შეიძლება იქცეს დანაშაულად ნინო და ჩვენს შემთხვევაში არც ერთი ეს გამოხატვა ერთი მუხლით და მეორე მუხლით ძალადობის კომპონენტს არ შეიცავს. ანუ მის დისპოზიციაში ეს აღწერა არ არის, არამედ პირიქით იქ არის ნახეთ 350 მინდა განვასხვაოთ, ცოტა რთულია განსხვავება, მაგრამ 355 ტერცია მუხლი რას გვეუბნება, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, საჯარო აქტივობა, შემდეგ მას განმარტება აქვს, რა იგულისხმება ამაში, ეს არის ისეთი აქტივობა, რომლის ამოცანაა გავლენის მოხდენა საზოგადოებაზე ან ხელისუფლებაზე, მათ შორის ხელისუფლებაზე და რატომ? საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, მათ შორის რომ ციტირება რამე არ დამავიწყდეს, ეს არის ხო, საშინაო და საგარეო, რომელიც მიმართულია საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. ანუ მე თუ ვსაუბრობ ბიზნესი ამ შემთხვევაში, ხო? იმ მიზნით, რომ ხომ რაღაცა უნდა შეიცვალოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკა. ნახეთ, რამხელა არის. ძალიან დიდი არეალია, რა თქმა უნდა. სიცოცხლის სამართალში ამდენი პოლიტიკა სიტყვა არ ყოფილა არასოდეს, როგორც ეხლა. თუ მიმართულია აქეთკენ და ასევე ეს კიდევ უფრო გაუგებარი ამბებია, ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ეს საერთოდ სამართლებრივი აბრაკადაბრაა. ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ აქ რაღაცა ეს საბოტაჟი, რაღაცა ამ ტიპის, ეს არ არის, ეს ის სხვა დანაშაულებია. ეს სხვა დანაშაულია, ესე იგი პირველი არის ის, რომ ეს ნორმა ბიზნესს ეუბნება, მარტივად რო ავხსნა, რომ ნებისმიერი ოპონირება ჩემს საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან, მისი შეცვლა თუ გინდა, კორექტირება თუ გინდა, არ შეიძლება. შეიძლება მხოლოდ ხება, პირველი ნაწილი მუხლის ამას მიემართება, იმიტომ რომ ეხლა როდესაც ვსაუბრობთ, ხო მარტივია, ეხლა მე რატომ ვსაუბრობ? მინდა რომ ვიღაცამ დამიჯეროს, ხო სწორია? ხო, წარმოუდგენელია ვსაუბრობდე, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დავარწმუნო ამაში. როგორც კი მე ვსაუბრობ ვიღაცის დარწმუნების ამოცანა მაქვს, მაშინ პრობლემა მაქვს ამ კანონთან, იმიტომ რომ ამან თქვა რომ არ უნდა ისაუბრო ისე, რომ შედის საუბრის მიზანი იყოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ცვლილება. ერთი და შემდეგ თუ მე ვსაუბრობ და შემთხვევით ეს ჩემი საუბარი გამომდინარეობს რომელიმე უცხო ქვეყნის, არ ვიცი, რომელიმე სადღაც მოიძებნება ალბათ. ეს არც არის დაკონკრეტებული ხო თავისთავად. რომელიმე უცხო ქვეყნის პოლიტიკური უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესიდან წარმოიდგინეთ, ეხლა მე უნდა ვთვალო, სანამ პირს გავხსნი, ჩემი საუბარი ხომ არ გამომდინარეობს ემან შემთხვევით რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ან საჯარო ინტერესიდან, ან ხომ არ გამომდინარეობს მათი მიდგომებიდან, ეს მიდგომები რა არის, რასთან უნდა მიმიდგეს, ან ხომ არ გამომდინარეობს მათი რაღაც ურთიერთობებიდან. ამიტომ ვთქვი ძალიანაც რომ უნდოდეს, რაღაცა, მაგალითად ხშირად მოისმენთ, რომ კი, პოლიტიკა რა ჩვენი საქმეა, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ასე განცხადებაც მომისმენია, მაგრამ ჩემი კითხვა, აბა მითხარით, ის რომელია თქვენი საქმე რო არ არის, ის პოლიტიკა რომელია, იმიტომ რომ კანონში ნახეთ, არ არსებობს კანონში განმარტება რა არის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. არ არის ასე, მით უმეტეს სისხლის სამართალში ეს ვერ იქნება. და დავის შემთხვევაში როგორ აპირებენ თქვათ ასეთი საქმეების საშინაო პოლიტიკა არის ყველაფერი, ხომ? მითხარით რა არ არის საშინაო პოლიტიკა. როგორ გამსაზღვრო ეხლა მე მაგალითად არ ვიცი, მითხარით ნებისმიერი თემა, რომელიც შეიძლება იყოს ამის მიღმა. ამ ბიზნესმა თუ არ ილაპარაკა საშინაო კოსმოსზე რო უნდადეს ლაპარაკი, ისაც პოლიტიკის ნაწილია. გამიგეთ ყველაფერი, ეს რა არის? ეს არის ანუ ამ მუხლით სამეწარმეო სუბიექტებს უთხრეს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში რაც ხდება, თქვენი საქმე არ არის. თქვენ მithumetes თანამედროვე ბიზნესი და თანამედროვე სტანდარტები ბიზნესის კეთების მიემართება მათ სოციალურ პასუხს, ძალიან მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს მათ სოციალურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალიან მაღალი დოზით მონაწილეობას, მაგრამ ქართულ ბიზნესს ამ მუხლით უთხრეს, თქვენი საქმე არის მარტო თუ მაინდა-მაინც გინდათ ფულის კეთება.
მეტი არაფერი, ანუ საზოგადოების წევრები სიჩუმის ფასად, თქვენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არ ხართ. მადლობთ, მაია, დაგიბრუნდები, რა თქმა უნდა, ნიკა, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია შენი ყოფნა დღეს სტუდიაში. მოკლედ, ამ ახალი რეგულაციებით აგიგრძალეს ბიზნეს აუგზალეს პოზიციონირება, აქტივობა, პოლიტიკურ დისკურსში მონაწილეობა, ძალიან ბევრი რამ. მოკლედ, ჩვენ ახლა მივედით იქამდე, რომ გავმიჯნოთ ხელოვნება პოლიტიკისგან, გავმიჯნოთ ბიზნესი პოლიტიკისგან, გავმიჯნოთ სპორტი პოლიტიკისგან. რა გითხრათ თქვენ ამ ახალმა რეგულაციებმა? აი თქვენთვის რა არის მიუღებელი და რატომ თვლით, რომ ეს კონკრეტული რეგულაციები დააზიანებს ძალიან პოლიტიკოსის, უბრალოდ ბიზნესმენის, როგორც მოქალაქის პოზიციონირებას? მაიას ყურადღებით ვუსმენდი და ეს აზრი გამოვიტანე, რომ ბიზნესის პირობების გაუმჯობესებაზე რომ ისაუბრო საჯაროდ, ესეც შეიძლება დასჯადი გახდეს, იმიტომ რომ საშინაო პოლიტიკის საგანი ხდება. ფაქტობრივად საერთოდ ვერაფრის. მოდით ამას მე ასე ჩამოვაყალიბებ. ეს კანონი ამბობს, ასე დაწერილი ქაღალდზე, რომ მემონე და თუ არ მემონები გაგანადგურება. მე შემიძლია რომ გაგანადგურო და ასევე ჩემი სხვა ქმედებები, აგერ გუშინდელი დაპატიმრება ვთქვათ ექიმების და ჩახუნაშვილის და ჩემი პატივისცემა ბატონ გოგის, მისი სიმამაცის. ვუერთდებით აბსოლუტურად ყველანი. ამას მეუბნება რომ ბატონი ივანიშვილი, ბატონი კობახიძე და ყველა პარლამენტის წევრი, ვინც ამას ხელი მოაწერა, ხმა კენჭი უყარა, ბოლომდე შესული არიან, შეტოპილი არიან დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩემი შეფასებით. ეს არის ჩემი ხედვა და უკან დასახევი ხიდებს წვავენ, ესეთ კანონებს იღებენ და ბოლომდე მოვდივართ. ეხლა ქართული საზოგადოების, მარტო ბიზნეს არ ხება, ყველა საზოგადოების საკითხია, ვემონოთ თუ რაღაცა გავაკეთოთ და მე მგონია რომ უმჯობესია რანაირი უბედურება როგორ ხდება ეხლა მის განხილვა და ეს როგორ ქნეს, უკვე ბევრჯერ ქნეს და ბევრნაირად ქნეს და მოდით უფრო მე ყოველ შემთხვევაში მირჩევნია რომ ვისაუბრო ჩვენ რა გავაკეთოთ ამ უბედურებიდან რომ გამოვიდეთ რა. კი ბატონო, ეს მეორე ნაწილში განვიხილოთ. ახლა მე სანქციებზე მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად, სანქციები რომელმაც მე შემზარა, იმიტომ რომ აქ არის ბიზნესის ხელმძღვანელისთვის გათვალისწინებული ჯარიმა მინიმუმ 100,000, ოღონდ მოსამართლეს უფლება აქვს ეს 100,000 გაზარდოს თავისი გადაწყვეტილების მიხედვით. შეიძლება ეს იყოს 9 მილიონი, შეიძლება იყოს მილიონიც კი, კაცმა არ იცის და ბიზნესის ლიკვიდაცია ქონების ლიკვიდაცია თუ ექსპროპრიაცია რა ქვია ზუსტად ამ ჩამორთმევა. კი ბატონო, ანუ აი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მოსამართლემ გამოიტანოს ამ დროს. აი ეს როგორ შეიძლება განმარტოთ და რა რა რომ დავანახო, ნახეთ ბიზნესის წარმომადგენლებს ამ უხლეს და მე სუბიექტამდე მივალ, აუცილებლად არ დამავიწყდეს. კი ბატონო. სასჯელები, ნახეთ, აქ ანუ სუბიექტი ამ დანაშაულის არის ორი. ერთი ბიზნესის, ასე ვთქვათ, სამეწარმეო სუბიექტის პასუხისმგებელი წარმომადგენელი, პასუხისმგებელი პირი, რომელიც არის კანონის თანახმად პრაქტიკულად ყველა მენეჯმენტი, სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი, პარტნიორები, აქციონერები. ანუ ნებისმიერი შეიძლება წარმოიდგინეთ, ეხლა სააქციო საზოგადოების მაგალითზე წარმოიდგინეთ, სადღაც აქციონერი რო იჯდეს და სადღაც რაღაცა ანუ კრიტიკულს საუბრობდეს. შეიძლება დადგეს იმ სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის საკითხი. ნახეთ, ორი ტიპის პასუხისმგებლობაა. ანუ პატიმრობა პასუხისმგებელი პირების, ყველა სიამათი, მაგრამ თვითონ იურიდიული პირის ლიკვიდაცია. ნახეთ, საერთოდ იურიდიული პირების პასუხისმგებლობა სისხლის სამართალში არის ძალიან საგამონაკლისო და ძალიან ფრთხილი, იმიტომ რომ აქ შემოდის ძალიან ძირითადად ეს უკავშირდება, იცით, როდის ძრება
იცვლება ხოლმე იურიდიული პირის პასუხისმგებლობა. იცით, როდესაც თავად ბიზნესი არის დანაშაულებრივი. ანუ აკრძალული საქმიანობით, რა ვიცი, ადამიანები მაგალითად call center-ი რა ვიცი, მილიონი რამ. აი, მაშინ არის ხოლმე ნარკოტიკი. მაშინ იურიდიული სპეციფიურ შემთხვევებში შეიძლება იყოს იურიდიული პირის პასუხისმგებლობა. ამ მუხლის კონსტრუქციით აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესი, რომელიც ლეგალურია, შეიძლება ძალიან წარმატებული ინდუსტრიაში დასაქმებული ყავს, რა ვიცი, რამდენი ადამიანი გადასახადებს იხდის, არ აქვს პრობლემები სადადასახადო სამსახურთან, მაგრამ მისი ლიკვიდაცია შეიძლება დადგეს იმიტომ, რომ საჯარო პოლიტიკური აქტივობა განახორციელა მისმა პასუხისმგებელმა პირმა, აი ესეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა ჩვენ ვერ გავიგეთ რა არის, მაგრამ ისაც როდის დაიდებს რა არის, იცით, ამ მუხლის უბედურება რა არის, ნინო. სანამ არ მოგაკითხავს კონკრეტულად პროკურორი და არ გეტყვის, აი შენ რომ საჯარო პოლიტიკური აქტივობა დასწია სადღაც აი ამ მუხლით გათვალისწინებულიაო, ვერასოდეს ვერ მიხვდები რომელია ეს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აქ არის ყველაფერი, რაც გაგიხარდება. აქ შეიძლება მაგალითად ადამიანისთვის გადარიცხო თანხა ჯარიმის გადახმარებით. შეიძლება ესეც იყოს. აი ნახეთ მაგალითად, აი ამ მუხლის მასში აბსოლუტურად ჯდებოდა აი ახლა ძიუშენის სინდრომით და ბავშვებთან დაკავშირებული აი ესეთი საჯარო ნებათა ხელვა რომ იყო და მაგალითად რაიმე სოციალური რაღაც ღონისძიებები, აქციები, რომელიმე ბიზნეს ან ხო მათ შორის რომ გამოსულიყო ბიზნესი მოწოდებით, აი იგივე, რომ მაგალითად დააფინანსოს სახელმწიფო, დააფინანსოს ეს ბავშვები, ან თავად განეხორციელებინა ნებისმიერი ასეთი ღონისძიება. ინიციატორი ყოფილიყო, თქვა რაღაცა ტიპის ხო? ხდება მუხლის შემადგენლობის ქვეშ, იმიტომ რომ ანუ საშინაო პოლიტიკის ანუ ის როგორც კი სოციალურ აქტივობას დაიწყებდა იმ მიზნით, რომ დაარწმუნოს ხელისუფლება რომ შეცვალოს საშინაო პოლიტიკა, მათ შორის ამ საკითხში, ხო? თან ჯანდაცვაზე ლაპარაკი, ეს ყველაზე მათ შორის არ ვიცი განათლების საკითხში, არ ვიცი მათ შორის, ანუ სად გადის ეს ზღვარი, არავინ არ იცის, ნინო, ერთი რომ ფუნდამენტურ უფლებას იურიდიული პირების და მათი წარმომადგენლების ხელყოფს, იმიტომ რომ მათ ისევე აქვთ პოლიტიკური უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მათ შორის. მეორეს მხრივ, აი ასეთი სრულიად ბუნდოვანი კონსტრუქციით, რომ ვერ გაიგებ, ანუ სისხლის სამართალი როგორი რამ არის, იცით, აბსოლუტურად განსაზღვრული ნორმა უნდა იყოს. ზუსტად ეს არ უნდა ტოვებდეს ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა გაზრდოს. თუ ინტერპრეტაციის საშუალებები შეიძლება იყოს რაღაცა ერთ ტერმინზე ვიდაოთ, მაგრამ ეს არის ერთი დიდი უძირო ქვევრი, სადაც შეიძლება სრულიად გაუგებარი რაღაცები ჩაყარო. მე ნახეთ, წმინდა სამართლებრივად ვამბობ, საჯარო ინტერესი, უცხო ქვეყნის, საჯარო ინტერესის ჩვენი გამომძიებელი რო გაერკვევა, ამაში როგორ წარმოგიდგენიათ რა, უცხო ქვეყნის საჯარო ინტერესს დაემთხვევა თქვენი რომელიღაცა აქტივობა, აი ამ ტიპის რაღაცები წერია ამ მუხლში. მოკლედ, ერთი რომ ბიზნესის ლიკვიდაცია, სრულიად ლეგალური ბიზნესის საფრთხეა ეს და მეორე პატიმრობა. და ჯარიმა სითვალისწინებს თავისთავად უზარმაზარ ჯარიმაზეა. კანონი და კონფისკაციაზეც კი საუბარი. კანონი განსაზღვრავს ჯარიმის მინიმალურ ოდენობას და ანუ მაქსიმალური ოდენობა იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შემთხვევაში არ არის დადგენილი. ამიტომ თუ არ შემოგავს იურიდიული პირის პასუხისმგებლობა, მათ შორის ჯარიმის სახით, შესაბამისად ვრცელდება კანონში არსებული ეს ზოგადი ნორმები მის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და სუბიექტზე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ კომენტარი მოვისმინე ადრე ხო რაღაცა იმ სახელით ნუ ისაუბრებთ, ამ სახელით ისაუბრეთ. ნახეთ, ამ მუხლმა ცოტა სხვაგვარად განსაზღვრა სუბიექტი. მაშინ, როდესაც პასუხისმგებელი, ვიცით, ჩვენ იურისტები ყველა სიტყვასთან თუ ვიჭერთ ასე. თავისთავადია, იმიტომ რომ ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. სუბიექტი ამ შემთხვევაში არის ნებისმიერი ეს პირი, რომელიც ჩამოვთვალე, ხო, მაგალითად მათ შორის, როცა ის საუბრობს იურიდიული პირის სახელის გამოყენებით, ნახეთ, საუბრობს ამბობ პირობითად, იმიტომ რომ სახელის გამოყენებით მილიონი რამე შეიძლება გავაკეთო. ეხლა ნახეთ, აი ხა მე ამ წუთას რომ საუბრობ, თვალსაჩინო რომ გავხადო, მე თქვენ წარმადგინეთ იურიდიული კომპანიის დიასახლისი სტატუსით მე აქ არ მოხვდები, ხო? და არც თქვენ არ მოხვდებით, ხო? ჩვენ ყველა საჯარო სივრცეში ჩვენი სტატუსით ვართ წარმოდგენილი. ჩვენ საჯარო სივრცეში ჩვენ სტატუსს
ვერ დავტოვებთ სადღაც სახლში და ისე ვერ ვისაუბრებთ საჯარო სივრცეში. ამიტომ აი ეს სახელის გამოყენებით როგორც კი ჩაწერა ეს უკვე იმას ნიშნავს, ნინო, სრულიად ფართო ინტერპრეტაცია და ამის, ასე ვთქვათ, დარწმუნებული რომ ვიყო ამაში, ამის მაგალითები რუსული პრაქტიკიდან, საიდანაც ეს მუხლები აიღეს. იქა ზუსტად ასე იყო, აი ამ კონსტრუქციების გამო დალიკვიდირეს არაერთი იურიდიული პირი და მათ შორის ისეთი განცხადებებისთვის, რომლებიც მათ პირად Facebook-ზე ჰქონდათ, ასე ვთქვათ, გაკეთებული, რაღაცა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სტრუქტურების კრიტიკასთან დაკავშირებით და მათ შორის პოლიცია არ გვიცავს, ეწერა ზოგიერთ წარმოგიდგენიათ, ამას მოყვა ლიკვიდაცია და შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და ნუ გასაგებია რომ დაადგინა დარღვევა. ამიტომ ანუ იქიდან საიდანაც მოახდინეს ამ მუხლების ტრანსპლანტი ქართულ სამართალში, იქ ასეთი პრეცედენტები უკვე არის. მომხდარია. ანუ ხო არ გამოვრიცხოთ რომ ხო აი ეს ახლა ვინდა ამტკიცებს რომ არა მე იმის სახელით კი არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ აქ ჩემი ანუ არ ვიცი კერძო პირის სახელით და ვთქვათ რამდენად აიცნეთ პასუხისმგებლობას ამ მუხლით. აი საერთაშორისო გამოცდილებებზე აუცილებლად ვილაპარაკებთ, მაია მეხანიკას მინდა ვკითხო სულ მესმის რომ სახელმწიფოს ძლიერების ვთქვათ აუცილებელი პირობა არის ეკონომიკური გაძლიერება თავისთავად ცხადია. ამ კანონების მიღების შემთხვევაში და ფაქტია რომ მიღებულია უკვე ეს კანონები ინვესტიციების განხორციელება. რამდენად შეიძლება მოუნდეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს უცხოური ინვესტიციებს გულისხმობ ძირითადად ან თუნდაც საქართველოში ბიზნესის წარმოება რამდენად შეიძლება ახალგაზრდებს მოუნდეთ. აი არის თუ არა ეს ხელშემშლელი ფაქტორები იმისთვის რომ განვითარდეს ქვეყანა და ეს ეკონომიკური ვთქვათ ბალანსი იმდენად გაიზარდოს და გაძლიერდეს რომ მართლაც გქონდეს ისეთი ქვეყანა რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გაგვეხარდებოდა. ეკონომიკურად ძლიერი და სამართალი რომელიც არის ბიზნესის მხარეს, მოქალაქის მხარეს და ასე შემდეგ. ნინო ცალსახად ხელისშემშლელი ფაქტორია და ახლა ცენტრალური აზიის ქვეყნებში რომ დადის ბატონი კობახიძე იმათად იქაურ ხალხსაც კი არ მოეწონება რომ აქ დაახვედრონ ეს კანონმდებლობა რა თქმა უნდა. ბიზნესმა ასე ჩანს იცის ამის შესახებ და ცევასაც გარკვეულწილად ეტყობა და ჩვენთან შემოსული პირდაპირ უცხოური ინვესტიციები დიდწილად არსებულის რეინვესტირება და რაღაცნაირად არ იმჩნევენ და საბოლოო საკითხი რა არის იცით ფიქრობენ რომ ამას არ გამოიყენებენ თუ ჩუმად ვიქნები არ გამოიყენებენ თუმცა საფიქრალია ნენელა ხდება ასეთი რაღაცები და აი ჩვენ ბიზნესმენებს გამოცდილები არიან რა უფრო წესაკეს მინდა გავახსენო რომ ერთი უკაცრავად ამ გაწუდა პარაშასთან ერთხელ რომ დაჯდები მერე სულ პარაშაში თავსაც ჩაყოფ სამწუხაროდ ვიძახი და ამ რისკში არის ახლა ჩვენი ქვეყანა და მოდით კიდევ ვიძახი რომ გამოსავალზე ვიფიქროთ ვიდრე ჩვენი უბედურების ნაირსახეობების აღწერაში ფაქტია ნიკა რას ხედავ გამოსავალთ მაშინ პირდაპირ ესე რომ დავსვათ ეს აი ხა ძალიან კარგი მარში იყო კმაყოფილი ვარ ბევრი ადამიანი მოვიდა და წვიმის და რაღაც მიუხედავად ეს გუშინდელმაც განსაზღვრა ალბათ ხო გუშინდელმა პატიმრობა 7 ადამიანის კი ბატონო შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება რუსეთ-უკრაინის ომში რომ უკრაინა აჩვენებს ნამდვილად ღირსებას და ჩემთვის ეს არის იმის ნიმუში რომ სხვერპლის გარეშე გამარჯვება არ ხდება უბრალოდ და ჩვენი საზოგადოება ვერ იღებს აი ჯერჯერობით ასე ჩანს რომ როგორღაც ისე გვინდა რომ მოხდეს რომ უეკლოდ ვარდი დაუკრიფოთ და ყველაფერი კარგად იყოს და არც ჩვენ თვითონ რისკები არ ავიღოთ. ნუ საზოგადოების მცირე ნაწილი იღებს ამას აკეთებს და დიდი ნაწილი მაინც მოდი ვთქვათ პირდაპირ არ ხედავს პრობლემას, ემალება მოთმინება მაღალი რეგისტრის სათნოებაა, თუმცა აქ მოთმინება ცოტა სხვა რაღაცას დავარქმევდი ამ სახელს. მე სულ ცოტა ხნის წინ მეგობარმა გამიზიარა ზვიად გამსახურდია აკაკი ბაქრაძეს წერს ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი წერილია და ეს სიტყვები მომხვდა რომ ქართველი ერის ეროვნული ხასიათის ძირითადი მახასიათებლები არის მსხვერპლუნარიანობა და იდეისთვის და მოყვასისთვის თავის გაწირვის უნარი. ჩვენში ეს უნარი არის. მე მჯერა ღრმად რომ ქართველი ერი არის ძალიან მაგარი და კარგი ერი. ჩვენ ვართ ქრისტიანულ და ვეფხისტყაოსნის ფესვებიდან ამოსული ერი
და ნუ ძნელბედობებში გავლიდა საკმაოდ გამობრძმედილი. და 21 საუკუნემდე მოვახციეთ. ნიკა, ესეც ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოცანა და პრინციპში არ ვიცი. და ბევრი იძახის რომ რახან მოვაქციეთ, ესეც მივახცევთ. თუმცა როგორ მივახცეთზე არის საუბარი და ჩვენში დევს ღრმად ეს შინაგანი სიძლიერე და აი მას ველოდები როდის ამოვა. და ამისთვის არ ვიცი ხა რამდენი დრო გვაქვს თუ შეიძლება ფიქრობ რა მაგალითი რითი უნდა მისეხო ადამიანებს რომ რა არის გასაკეთებელი და პირველ რიგში მე ვფიქრობ შინაგანი ბრძოლებია მოსაგები და თუ შეიძლება აი ჩემსას მოგიყვებით მე კი ბატონო მე ბავშვობიდან 7 წლისას მინიმუმ მახსოვს ასაკი, როდესაც საქართველოს რუკას მივახატავდი ხოლმე დაკარგულ ტერიტორიებს. ნუ ასეთ ოჯახში გავიზარდე და ეთქობა ადრე შევისრულე ეს ფიქრები. ამავე დროს სულ ვატარებდი ტკივილს. აი დეპრესიას და რაღაცას არა, თუმცა მამაჩემის მახსოვს და ძალიან მტკიოდა ხა მამაჩემი რომ სხვა ლოგინში იწვებოდა და სამსახურში არ წავიდოდა. მძიმე იყო, მაგარი კაცი იყო, ძალიან კეთილშობილი რაღაცა, მაგრამ ამას ხედავდი და ეს მძიმე იყო. და მე თვითონ შინაგანად ამ ტკივილს რაღაცნაირად ვატარებდი სუმუდა, მაგრამ რაღაც უკვე ეს ნიმუში იყო, რომ მე თავის დანებების უფლება არ მქონდა. ხოდა ხა ამ მე ნუ გავიზარდე რაღაცა ჩემი შეცდომებით, რაღაცებით, ტრაუმებით. ნუ ადამიანი რა თქმა უნდა. სხვა შორის ჩემი საკუთარი შეცდომებით კიდევ უფრო დავიმძიმე ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ალბათ ხანდახან რაღაცა გასაჭირის კიდეზე გავლა გეხმარება და გადავწყვიტე რომ ეს რაღაცნაირად გამედევნა ჩემი ცხოვრებიდან და ბევრი მუშაობით მე ვარჯიშით, რა ვიცი, კითხვით გაანალიზებით რა არის ამის რეცეპტები და მუშაობით ბევრად წინ წავედი და ყველაზე მთავარი ზრდა დაიწყო აი ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მე დიდი ხანი საზოგადოებრივ ცხოვრობდი და საზოგადოებრივ ცხოვრობდი იმის გამო რომ უბრალოდ ძალიან გაუსაძლისი შეიქმნა 90-იანების და 2000-იანების დასაწყისში და გაუსაძლისი რომ თქვა პირადად ჩემთვის და ამას აღარ გადაუხო იმის თქმა მინდა რომ რა ქრომ დავბრუნდი მივხვდი რომ აი საქართველოს სამსახური ყოფილა ჩემი მისია და ამის სამსახური დავიწყე როგორც შემეწრო ამან კიდევ მეტი მომცა შემდეგ ეკლესიაში თქვა მე ქრისტიანულ ოჯახში ვარ გაზრდილი თუმცა ქრისტიანი ვარ არ ნიშნავს ქრისტიანობას რეალურად ქცევით და როდესაც ამას ჩაუღმავდი ეს რას ნიშნავდა და ამის მეტად კეთება დავიწყე კიდევ უფრო და აი ახლა ბოლო 3 წელი ამაში ძირითადი საქმე მაქვს ეს ქცეული რომ ამ რეჟიმს შევეწინააღმდეგო და ვხედავ რაც არის და ეს ბრძოლებია აი ახლა მე მკაფიოდ გადალახული მაქვს უკვე საერთოდ შიში და ახლა ამ საუბარს რამდენად შეძლებს ბიზნესი ნუ ყოველში უფრო დიდი ნაწილი ბიზნესის რაც რეალურად ხო საჭიროა საქმისთვის რამდენად შეძლებს იგივეს გზის გავლას გადალახვას თქვა იმისი რაც ნახეთ ჩემზე ბევრად უკეთესი მონაცემების ადამიანებს ვიცნობ ასობით ბიზნესმენს ვიცნობ ჯერ ერთი დიდსაც და პატარასაც თქვენს ბიზნესმენი ხარ და სხვათა შორის მინდა რომ აი პატივისცემა გამოხატო იმიტომ თქვენ მაკანონის სუბიექტი ხართ ახლა და რისკის ქვეშ ხართ შეიძლება მოგიკაკუნონ და ეს ამბავია მოდი ჩემოკარგო აი აქა ვარ მე აქა ვარ და აი ამას ვლაპარაკობ და ამას ვაკეთებ რეგულარულად ახლა მარშზე ვიყავი და ასე შემდეგ და ერთი სული მაქვს როდის შევძლებ რომ მაგ დანაშაულებისთვის გაგასამართ ნუ ისე მოვაწყო როგორმე რომ გასამართ არა მე ვამბობ მე ნიკა შურღაია ვამბობ რომ ყველაფერს გავაკეთებ რომ აი მაგის გამკეთებლები სულ ყველანი გასამართ კანონით მაგრამ მე ყველაფერს სხვათა შორის აი კანონთან უნდა მივიდე ახლა ნიკა დაგიბრუნდები აი ზუსტად ახლა ჩვენი ამ სიუჟეტის გმირმა იჩივლა უზენაეს სასამართლოში აი ამ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა ამ კანონის წინააღმდეგ მაინც მინდა როგორც დიდი გამოცდილების მქონე ევრის კითხო რამდენად შეიძლება ეს იყოს ვთქვათ რამდენად შეიძლება გქონდეს იმის იმედი რომ მოიგებს გიორგი ფუტკარაძე რაც ჩვენ ყველას ძალიან გაგვეხარდებათ არის საწყადია და ალბათ ბიზნესის წარმომადგენლებსაც საკვირველია მესმის ანუ კითხვა უნდა დასვათ იმიტომ რომ უნდა დასვათ როგორც იურისტ და სამართლებრივად რომ მეკითხებოდეთ რა საკვირველია 2x2 4-ია ამ კონსტიტუციურობის ფილტრს ეს კანონი ვერანაირ ფილტრს ვერ რაივლის მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო მე არ ველოდები რომ ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის
ამ პარლამენტის მიერ მიღებულ აი ამ კანონზე, რომ ამას აქვს კონსტიტუციურობის პრობლემა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს თემა არის იქ, ასე ვთქვათ, რაღაცა ისეთი სტრასბურგის სასამართლოსთვისაც შემდეგ და დარწმუნებული ვარ, ვთქვათ, მათ ნაფიქრი ექნებათ ეს სამწუხაროდ, ხო, სამწუხაროდ, ხო ამას რომ ვამბობ ეს ირონიის ადგილიც არ არის, როდესაც არანაირი იმედი არ აქვს, რომ შენი საკონსტიტუციო სასამართლო 2-ჯერ 2-4-ია, იმაზე იტყვის, რომ დიახ, ეს 2-ჯერ 2-4-ია. არ ველოდები სამწუხაროდ ნინო ამას, რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს ამბავი, მაგრამ აი ეს მოცემულობაა. თუმცა თქვენ რუსეთი ახსენეთ, მაია და მე აუცილებლად უნდა დავსვა ეს კითხვა. ნებისმიერი საერთაშორისო დაირღვა ყველანაირი წესი, ანუ საერთაშორისო სამართალში გამოხატვის და პროტესტის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები და დაცულია დოკუმენტებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით. სტრასბურგის სასამართლოში მოგებული საქმეებიც კი უარუყვია რუსეთის მთავრობას. ასეთი შემთხვევებიც გვახსოვს. როგორ ვფიქრობთ, შეიძლება აქამდე მივიდეს საქმეც, რომ ჩვენთვისაც იყოს, თქვა, ჩვენი ქვეყნისთვისაც ეს გახდეს მაგალითი, რომ აი არ ვაღიაროთ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. ხომ დაშვებების, ანუ მოვლენების განვითარების დინამიკა სამწუხაროდ აჩვენებს იმას, რომ არაფერი გამორიცხული არ არის ნინო. თქვენ ჩემთვის რომ გეკითხათ, თუნდაც 1-2 წლის წინ რომ ასეთი მუხლი შეიძლება გაჩნდეს სისხლის სამართლის პროტესტში გეტყვით, გამორიცხული ამბავია, ანუ ასეთი მაგრამ, ანუ გამორიცხული არაფერი არ არის. თუმცა ეს პროცესია, ეს დინამიკა, ანუ ამ საკითხებს რუსეთის საქმეებმა გაიარა უკვე რასაკვირველია სტრასბურგის სასამართლოს ფილტრი, ვენეციის კომისიის დასკვნები არსებობს, როგორც ჩანს ჩვენც მოგვიწევს იგივე სრავლა, ამასთან დაკავშირებით იქნება მაგალითები, პრეცედენტები, დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, მაგრამ კანონის თვალსაზრისითაც რომ სტრასბურგმა იმსჯელოს, ეს გზაც არსებობს. ნახოთ საკონსტიტუციო როდის დაამთავრებს ამ თუ იმ გადაწყვეტილებით ამ საქმეს. მაგრამ ძალიან მინდა მეორე მუხლსაც შევეხოთ, რომ ყურადღებით გისმენთ. ცოტა დრო დავრჩა სამწუხაროდ აი მეორე მუხლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც რატომღაც ჯერ ყურადღება არავის მიუქცევია, ეს ექსტრემიზმის მუხლს, რასაც ვეძახით, აი ეს არის სწორედ ის აღქმების მუხლი. და გეტყვით რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ანუ ეს მუხლი ეხება ყველას და მათ შორის იურიდიული პირების პასუხისმგებლობაც დაადგინეს ამ მუხლით, მაგრამ ეს ეხება მათ შორის პოლიტიკოსებსაც, სამოქალაქო ყველას ამ ქვეყნის ნებისმიერ ადამიანს. ამ მუხლის მიხედვით რა გამოცხადდა დასჯადად, ასევე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოსაც არ არის სასაჭიროა, რომ დანაშაული დასრულებულად ჩაითვალოს, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს კონსტიტუციური ორგანოების ან კონსტიტუციური წყობილების არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებისაკენ. აი ეს არის ეს აღქმების მუხლი. აღქმების კონტროლისთვის რომ შემოიღეს და ანუ ეს კიდე უფრო რომელი უღრანიტყია ვერ გეტყვით, მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მე თუ მკითხავთ, აი ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აი ეს დეპარტამენტი, რომელიც ჯერ ვითომ და თითქოს მხოლოდ შეურაცხყოფების თემით არის დაკავებული. რუსეთში ზუსტად ეს გზა გაიარა ამან, იქაც ასეთივე დეპარტამენტი შექმნეს. ეგრეთ წოდებული სქროლვის დეპარტამენტი, რომელიც იქ აი ამ განცხადებებს ამოწმებს. რამდენად მე და თქვენმა საუბარმა შექმნა აღქმები კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის. აი იმას აფასებენ იქ. როგორ შეაფასებენ? მაია, როგორ უნდა შეაფასდეს? რუსული პრაქტიკის მაგალითზე გეტყვით. ნიშნავს ექსპერტიზას გამომძიებელი იქა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს დეპარტამენტი განცხადებას მოძებნის, ნიშნავს ასე ვთქვათ ექსპერტიზას და მე ექსპერტი წერს დასკვნას. აი ამ საუბარში იგულისხმებოდა ავტორი კონტექსტში ამას რსტოვებდა, იმას რსტოვებდა და საბოლოოდ ეს განცხადება ემსახურებოდა არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებას. იქ უფრო იყენებენ დისკრედიტაციას, სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციისკენ იყო. ესეთი ტიპის ქვეყნები აი ასე ნიღბავენ აი ამ ზორხან დისკრედიტაციას, ხან ჩვენთან კონსტიტუციური წყობილების არალეგიტიმურობის აღქმა მოიგონეს, მაგრამ როგორც იქ პოლიტიკაზე ვსაუბრობდი, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსმენელმა იცოდეს. კანონში არ არსებობს განმარტება რა არის კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმაცია. მით უმეტეს სისხლის სამართალმა არ იცის ეს. კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია რა არის? არ სამართალში ეს არ არის ნორმატიული კატეგორია. ეს არის თეორიული
სამართლებრივ თეორიული კატეგორია. მე და თქვენ ამაში სხვადასხვა რამეებს შეიძლება გულისხმობთ. მე როდესაც ვამბობ არ არის ლეგიტიმური, ამაში გულისხმობ არ მაგალითად რომ არ გამოხატავს საზოგადოების ნებას, რომ არ ემსახურება საჯარო ინტერესებს, რომ თუდად სხვადასხვა რამ შეიძლება მოვიაზროთ, მაგრამ აქ ზუსტად იგივე პრობლემაა. ვინ ადგეს? შემდეგ ჩვენი სამხარაულის ექსპერტიზა მარტივად ჩინარიდან საქმეთა სამინისტროს ქროლვის რაღაცა დეპარტამენტი რომელიმე ჩვენს ასე ვთქვათ საუბარს მოისმენს, შემდეგ ექსპერტი დაწერს დასკვნას, რომ დიახ, ამან შექმნა არალეგიტიმურობის აღქმა რაღაცის ან კონსტიტუციური წყობილების, ან კონსტიტუციური ორგანოების, მაგალითად საუბრობთ უამრავ რამეზე, რომ მართლმსაჯულება არ ვარ და პოლიცია არ გვიცავს. აი ამ შემთხვევაში მაგალითად რუსეთში, ხო? და საკმარისია, აი ამ მტკიცების სტანდარტით მუშაობს ეს მუხლები ნინო სხვანაირად ეს ვერ იმუშავებს საქართველოში, იმიტომ რომ თავშივე, ანუ კოკრასაშიდან რაც ადევს იგივე გადმოსდინდება, აქედან უკეთესი ხო ვერ გამოვა ერთ-ერთ შემთხვევაში. აქედან შეიძლება მხოლოდ უფრო უარესი გამოვიდეს და მეტი უარესი რა არის? ანუ ეს ჩვენი აღქმების კონტროლს როდის დაიწყებს ახლა აი ეს ჩინარიდან საქმეთა სამინისტროს ეს სამსახური, ამას ველოდები მე სიმართლე. ხო, საოცრად აბსურდულია ეს ყველაფერი რაც მესმის. ნიკა, ჩვენ მეორე ნაწილში ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვილაპარაკოთ, ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამიტომ სულ ცოტა დროა დარჩენილი და მე მაინც მინდა რა ვიცი მიმართო შენს მეგობრებს, ადამიანებს, რომელსაც შენ იცნობ, რომლებიც ბიზნესს მართავენ და არიან წარმატებული ადამიანები, ყოველთვის ასე ითვლებიან. აი ხა ყველაფერი რაც მოისმინე, ვთქვათ, რას ეტყოდი შენს მეგობრებს? აი ხა უსმენდი ამას და ამათი მიზანი რომ დააპატარაონ რა ადამიანები შიში ჩაკეტონ და ჩვენ ცოტა გავიზარდოთ რა მოდი რა შევხედოთ და დღეს შემხვდა მეგობრებს გავუზიარე და ეხლა აქ ეკრანიდან გავაზიარებ. დღეს შემხვდა ასეთი სტოიკური 4 ამბავი რა. ეს ჯერ კიდევ რა ვიცი რომის დროს იყო ცნობილი და ქრისტიანობა ბევრად ძლიერი ამაზე, მაგრამ რადგან ნომინალურად ქრისტიანებთან აქვს საქმე და არ იხედებით სინამდვილეში და არ ხედავთ, ვინც არ ხედავთ ყოველ შემთხვევაში, ნუ თქვენ თონიცით ვინ ხედავ და ვინ არა, ამ 4-ს გეტყვით. ერთია რომ ჩვენ ყველანი მოვკვდებით. გარდაუვალია რომ მოვკვდებით. ხო და ისე ვიცხოვროთ რა რომ როცა მოვკვდებით სიკვდილის წინ და უკან გამოვიხედოთ და რაღაც ღირსეული იყოს და ის ვინც ფიზიკური სიკვდილის შიშით არის და აი დიდხანს სიცოცხლეს ცდილობს და ბატონ ივანიშვილს და ბატონ პუტინს ეხებათ ძალიან შიშერებიანია სიამდვილეში და უკვე მსოფლიომ გაიგო მაგათო რომ პუტინი ატომური ბომბის მსროლელი და გამყრებელი ვერ არის. მეორე ამბავი არის რომ ყველას რაღაცა გვხვდება, რაღაცა რა ვიცი, კარტის დასტაში რაღაცა ამოდის, რომელიც შემთხვევითობებით არის და რაღაცა და ეს გვიყვარდეს. აი ახლა ამ მდგომარეობაშიც ვართ, ჩვენ ეს მდგომარეობა მივიღოთ როგორც გამოსა, აი განსაცდელი და ეს გავიაროთ ხალხო და აი ამ განსაცდელში როგორები ვიქნებით, ეს ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს, ხო? ჩვენ გძელი გზა გვაქვს ცხოვრების კიდე გასავლელი, თუ მოვკვდები, თუ ქრისტიანი ხარ, ისი გეშინია, მოვკვდები შენი სული წავა. თუ არა ხარ ქრისტიანი და რაღაცა, ნუ ვერ გაიგებ ვერაფერს და რაზე ნერვიულობ ასე ძალიან, ხო და შეიყვარე ეს შენი განსაცდელი და გაძლიერდია. თითოეული ეს სიტუაცია არის იმის საშუალება, რომ უფრო და უფრო ძლიერი გახდეთ. ახლა ვეღარ მოყვევი წინა ეპიზოდში და ამას ხედავ ასე როგორც კი იწყებ ხედვას, შენ ძალიან ძლიერდები. მესამე არის ილია ჭავჭავაძემ რაც დაგვიბარა ფაქტობრივად ეს სტოიკური, ნუ დიდმა ილიამ საიდან შექმნა არ ვიცი და მოძრაობა და არა სიტყვები და მოძრაობას და პირად მაგალის ბევრად უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე 1000 სიტყვას და გაკეთებას ამ საქმის და კეთებას რეალურს და ბოლოს ეს არის რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული. შენი შიში მე მასუსტებს. შენი სიმამაცე მე და სიკეთე მე მაძლიერებს და ესე და ყველანი ერთმანეთს და ამ სამყაროს ნაწილება დიდი სამყაროს ნაწილები ვარ და რა ლამაზი ეს ჩვენი სამყარო ღმერთის შექმნილი რა მაგარია და ეს კოშმარი გაივლის ასე თუ ისე და ჩვენ ხელშია რამდენად ჩქარა გაივლის და არ დავჭკნები და დავპატარავდები და პატარა კაცების პატარა სამყაროში არ ვიქნებით დიდი კაცები და დიდი ქალები ვიყოთ რა. აი ძალიან დიდი მადლობა ნიკა, ძალიან დიდი მადლობა მაია იმისთვის რომ გაგვიმარტეთ ძალიან კარგად და გასაგებად. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. ასე ვთქვათ, პათოსით ნახეთ, ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება. არა სამართლებრივი რეგულაციებით სამწუხაროდ, მაგრამ ეს არის ჩვენი შინაგანი არჩევანი, მოცემულობა. ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასეთი კანონები გვაქვს. ამით არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია განსაზღვროს რა ხმაზე უნდა ვაპროტესტო მე.
ჩემი პროტესტის რეჯისტრის კონტროლის უფლება არ აქვს სახელმწიფოს. ანუ ეს ძალიან კარგად იცის ამ საზოგადოებამ და თუ ვინმე არ იცის, ჩემი ამოცანა ეგ არის, რომ გავარჯევინო, რომ სახელმწიფოს ამის კონტროლის უფლება არ აქვს. სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს ვინ რა ხმაზე პროტესტებს რამეს და პროტესტი და რამდენჯერ გააპროტესტებს რამეს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ახლა მცირე პაუზაზე გავდივართ, სარეკლამო პაუზაზე და დავბრუნდებით ძალიან მნიშვნელოვანი თემით, კულტურული მემკვიდრეობის ზღუდერის ეკლესიაზე კონკრეტულად ვილაპარაკებთ სარეკლამო ჭრის შემდეგ. მადლობთ კიდევ ერთხელ. ბრუნდებით დღეს სივრცეში ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია აღარ არსებობს. ამის შესახებ საზოგადოებას ჩუბინაშვილის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერმა შეატყობინა. თამთამელაძე შუა საუკუნეების ძეგლის შესასწავლად ჩავიდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში და ეს სავალალო სანახაობა დახვდა. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი საძირკვლამდე დანგრეულია, ზედკი ახალ ნაგებობას ადგამენ. ახალი ეკლესიის კედლებს ბლოკით აშენებენ. შემთხვევით ეს ამბავი ჩვენ შევიტყვეთ მოქალაქეებმა და სპეციალისტებმა, თორემ ვისაც ძეგლის დაცვა ევალება, ისინი კარგა ხანია საქმის კურსში ყოფილან. ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 1 წელია იცის, რომ ტაძარი რუის ურბნისის ეპარქიის ხელმძღვანელობამ დაანგრია და ერთადერთი რაც მოიმოქმედა, იმავე ეპარქიას და საპატრიარქოს შეატყობინა, რომ ეს სამუშაოები ნებადართული არ იყო. საქმის კურსში იყო ქარელის მერიაც, მათი რეაგირება არავითარი. ნახოთ ვიდეო და შემდეგ გავაგრძელოთ დისკუსია ამ თემაზე. ქვაზე არ დარჩენილა. ეს გამოთქმა ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს სურათს, რომელიც ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის მოსანახულებლად მისულ თამთა დოლიძეს დახვდა. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ შუა საუკუნეების ტაძარი აღარ არსებობს. საზოგადოებამაც და სპეციალისტებმაც მისი Facebook პოსტიდან შეიტყო, რომ კულტურის ძეგლი დანგრეულია. იქ სადაც ახლა ბლოკები არის და დასხმული არის ცემენტის დაახლოებით 20-30 სანტიმეტრიანი ერთიანი რაღაცა პლატფორმა, ცოკოლი და მასზე ამოყვანილი არის ბლოკის კედლები. იმ ადგილას იდგა ქართული კულტურისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ძეგლი. ის ცხადი არ იყო იმ მასშტაბისა და იმ მნიშვნელობისა, როგორიც არის დიდი კათედრალები, რაც საზოგადოებამ კარგად იცის, ოღონდ სამეცნიერო თვალსაზრისითაც და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი მემკვიდრეობის თვალსაზრისით ეს იყო განუზომლოდ მნიშვნელოვანი ძეგლი. ხა რა იდგა იქ? ზღუდერის სამონასტრო კომპლექსი 3 ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა. გალავანი, მცირე ზომის ეკლესია, რომელიც კომუნისტების ეპოქაში ისე შელახეს, რომ კულტურული ღირებულება სრულად დაკარგა და მესამე, ადრეულ შუა საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამ ბლოკების ადგილზე იდგა. მეცნიერება ქართულ ხუროთმოძღვრებას 4 ძირითად პერიოდად ყოფს. ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია ამ 4-დან 3-ს საკუთარ თავში ატარებდა. მე-6-მე-7 საუკუნეში აშენებული ძეგლი მე-10 საუკუნეში სამეკლესიიან ბაზილიკად გადაკეთდა, ოღონდ სათუთად, ცოდნით, სიყვარულით, ოსტატურად. აი ეს თაღების ნაწილი არის მე-10 საუკუნის. აი ეს სვეტები არის მე-7 საუკუნის და როგორ აქვს ჩართული, როგორ აქვს მორგებული მე-10 საუკუნის ოსტატს, როგორ შეინარჩუნა ყველაფერი, არ დაკარგა არც ერთი დეტალი. მე-10 საუკუნის ოსტატი რომ მოვიდა, იმდენად ეცადა, რომ ძველი ფენა შეენარჩუნებინა, არ დაეკარგა არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და რაც მთავარია, წმინდათა წმინდა, საკურთხეველი არ დაკარგა. შეინარჩუნა მე-6-მე-7 საუკუნეების საკურთხეველი, ნავების გამყოფი ბურჯები, ჯვრული ბურჯები და მასში მოახერხა ისე ჩაეშენებინა სამეკლესიანი ბაზილიკა ტიპოლოგიურად ისე შეცვალა, რომ არსებითად ძველი ნაწილები არ დაკარგა. ძველის სტრუქტურული ცვლილება არც მე-13-მე-14 საუკუნეებში შეუტანიათ, როცა ტაძარი მორიგ ჯერზე შეაკეთეს და ამჯერად ფასადი, კერძოდ კი სარკმლის თავები, კონსტრუქციული ნაწილები იმ პერიოდისთვის სახასიათო არქიტექტურული დეტალებით შეამკეს. ეს ზღუდერის ეკლესიის მესამე სიცოცხლე იყო. ეს არის 2019 ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელს, ხელოვნებათმცოდნეს, არქიტექტურის ისტორიკოს ნოდარ არონიშიძეს უსამართლოდ მიაჩნია ამ ვანდალიზმის მხოლოდ არქიტექტურულ დანაკარგად განხილვა. რამდენადაც ძეგლი მოიცავდა სამივე პერიოდის რელიეფურ ქანდაკებასაც და კიდევ უფრო მნიშვნელოვან მე-13-მე-14 საუკუნეებში ტაძრის ფასადზე გაჩენილ სამ წარწერას.
ეს იყო ერთგვარი მატიანე. აი რასაც ჩვენ ვხედავთ დიდი მასშტაბით უფრო სვეტიცხოვლის შემთხვევაში, სხვა ძეგლების შემთხვევაში, როდესაც მთელი საქართველოს განვითარების ისტორიას ატარებს ეს ძეგლი. საკუთარი სხეულით ეს ძეგლი ატარებდა დაახლოებით აი მე-6 საუკუნიდან მოყოლებული მე-13-მე-14 საუკუნეების ჩათვლით ყველა პერიოდის, ყველა ეპოქის გადაკეთებას ატარებდა საკუთარ სხეულზე. ეხლა ეს გადაკეთება მარტო მხატვრული ნაწილი არ არის, ხო? ცხადი არის ისტორიის მაჩვენებელია, ჩვენ ქართულ არქიტექტურის განვითარების ისტორიას, როდესაც ვკითხულობთ, ჩვენ ვკითხულობთ რეალურად ქვეყნის მატერიალური კულტურის ისტორიას. ის რაც ჩვენ წყაროებით, წერილობითი წყაროებით და საბუთებით გვაქვს შემორჩენილი, ამას ვადასტურებთ იმ კულტურული მემკვიდრეობით, რაც იქ გვაქვს. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ძეგლი, ეს არ არის მხოლოდ ეკლესია, ეს არის შენი ისტორიის ნაწილი, რომელმაც დაახლოებით 10 საუკუნოვანი ისტორია შემოგინახა და ასახა საკუთარ კედლებზე. ზღუდერის ეკლესია, როგორც აღმშენებლობის სამი ეტაპის, ისე ნგრევის ეპოქების მატიანეც აღმოჩნდა. 1940 წელს, მალევე მას შემდეგ, რაც პირველად მოხდა ამ ძეგლის ძირეული შესწავლა ლევან ხრჩეულიშვილის მიერ, კომუნისტებმა მიწისძვრით დაბზარული ძეგლი სანახევროდ დაანგრიეს. მისი პერანგის ქვებით ყინწვისში სკოლა ააშენეს. 29-ში ჯერ კიდევ ქვები რომზე დააქვს და აი უკვე რაღაცა საბჭოთა ვანდალიზმის შედეგი, როდესაც შემოაცალეს ეს ქვები და უკვე გაშიშვლებული ცარიელ დუღაბი არის დარჩენილი. მეორე და საბოლოო ნგრევა ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. საბჭოთა კავშირმა ათეისტურმა კომუნიზმმა დაანგრია ძეგლი ნახევრად და აქედან 86 წელი გავიდა და ისევ იგივე დაწესებულებიდან ჩადის ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომელი, ისევ იგივე მიზნით, რომ ძეგლი შეისწავლოს ბოლომდე და სრულყოფილად და მას უკვე სრულად განადგურებული ხდება ძეგლი და მის ადგილზე ხდება ბეტონის რაღაცა ერთიანი პლატფორმა, რომელზეც ბლოკის კედლების ამოყვანაა დაწყებული. აი ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რომელიც ისტორიულადაც რატომ ვახსენეთ ეხლა ამ ხელმძღვანელობა აქვს ძეგლის განვითარების ისტორიას ქვეყნის ისტორიისთვის. ჩვენ ნახეთ მე-6-დან მე-14 საუკუნემდე ქართული არქიტექტურის სულიერების, საზოგადოების განვითარების ისტორია და ჩვენ ნახეთ მერე მისი დეგრადაციის ისტორიაც, რომელიც დასრულდა ამ ძეგლის განადგურებით. ძეგლის განადგურებაზე პასუხისმგებელი რუის ურბნისის ეპარქია. ეპარქიის ლიდერისგან რაიმე განმარტებების მიღების იმედით სოფელ ჭანდრებში ჩავედით. მეუფე იობი ჩინებულის წმინდა გიორგის ტაძრის სადღესასწაულო წირვას აღავლენდა. მრევლი უკვე ტრაპეზისთვის ემზადებოდა. მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ჩვენს შეკითხვას არ უპასუხა. ხოლო სხვა სასულიერო პირებმა მისი ეპარქიიდან თქვეს, რომ ტაძრის აღდგენას მრავალი წელი ითხოვდნენ. ძეგლი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი გამაგრება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამის გამო იმავე ეკლესიის ანალოგის თავიდან აშენება დაიწყო. მეუფე ზღუდერის ეკლესიასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ. ჟურნალისტი ვარ, შეიძლება ერთ კითხვაზე მიპასუხოთ, რატომ დაშალეთ ნებართვის გარეშე? მეუფეო, შეიძლება ერთი წამთხე ნუ მართმევ კაცო. ვისაც საკმარისი კომპეტენცია და ექსპერტიზა აქვს და ასევე პასუხებს არ გვამადლის, სწორედ ეს ორი კითხვა დავუსვით. ამ ეკლესიის აღდგენა შესაძლებელი იყო ისე, რომ არსებული რაც იყო შემორჩენილი, არ განადგურებულიყო. რა თქმა უნდა, ის რაც ადგილზე იყო შემორჩენილი, მისი კონსერვაცია შეიძლებოდა და რესტავრაცია შეიძლებოდა, ისე რომ თავდაპირველი ეკლესიის ყველა სტრუქტურა და ყველა ფენა გამოჩენილიყო. ეხლა ერთი არის რა საზოგადოებისთვის, ეხლა ტურისტი რომ მივარას დაინახავს და მეორე მეცნიერიას დაინახავს. ჩემთვის და რესტავრატორებისთვის იქ ყველაფერი იყო შემორჩენილი. მეორე შეკითხვა სასულიერო პირების ამბიციურ გეგმას შეეხებოდა, რომელიც თავად ასე ჩამოაყალიბეს. იმავე ტაძრის ანალოგის თავიდან აშენება. ისევ ეკლესიას ვერ აღადგენ ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ უმთავრესი აღარ შევალ ახლა ძეგლის მთლიანობაში, პირველადობაში, ავთენტიკურობაში არ შევალ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ნაგებობა, რომელსაც ჩვენ იქ ვუყურებთ, ბლოკით რაც არის დაწყებული, უკვე ტიპოლოგიურად არ არის ის ეკლესია, რომელიც ეს იყო. ან ტიპოლოგიურად უკვე განსხვავებულია. სხვას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს იქნება ყველაფერი მულაჟი იქნება სინამდვილეში, რაც არ უნდა გააკეთონ, ეს ვერ იქნება ერთ-ერთ შემთხვევაში ძეგლი, უკვე ტიპოლოგიურად აღარ არის იმ ნაგებობას, რაც ახლა დგას, რის მშენებლობაც აქვს მათ დაწყებული, ეს განსხვავდება, უკვე განსხვავდება საფუძველშივე და საძირკველშივე განსხვავდება იმ ნაგებობისგან. მიმდინარე სამუშაოები არის უნებართვო, ამ სამუშაოების თაობაზე სააგენტოს მიერ არ ყოფილა გაცემული შესაბამისი ნებართვა. ძეგლთა დაცვის სააგენტომ საქართველოს ამბებს კომენტარზე უარი უთხრა და ეს 4 არხი მიიწვია. საზოგადოებრივი მაუწყებელი, პოზიტივი, იმედი და რუსთავი 2. ამიტომ შეკითხვაც არავინ დასვა.
თუ სააგენტომ მთელი წელიწადი იცოდა ძეგლის განადგურების შესახებ, რატომ არ იმოქმედა? ძეგლის დაზიანება ან განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1 წლის წინ რომ ნახეს. თავარი მოახდინეს რამე რეაგირება და დაიწყო ან გამოძიება, ან გამორკვევა იმისა, რა მოხდა და ვინ გააკეთა და პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. დაიწყო ცხადია რომ არა. 1 წლის განმავლობაში არც მათ განცხადებაში ჩანს ეს და ჩვენ ხედავთ კიდევაც რომ 1 წლის განმავლობაში არაფერი მომხდარა, პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მეორე, მონიტორინგის სამსახურმა, როდესაც იცოდა რომ იქ ეს ფაქტი დადასტურდა, პერმანენტულად რატო არ აკეთებდნენ მონიტორინგს, რატო არ ჩადიოდნენ? მათ ხო იცოდნენ რომ ეს მოხდა უკვე და დაიწყო. რატომ არ ჩადიოდნენ და არ ამოწმებდნენ იქ რა მოხდებოდა? და მესამე, იქ დამთავრდა ყველაფერი რომ ძეგლი განადგურდა? მისი მნიშვნელოვანი ნაწილები რომელიც ჩვენ ვახსენეთ, წარწერიანი ქვები, რელიეფური კომპოზიციები და ცალკეული რელიეფური გამოსახულებები, ეს ხომ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი იყო, დანგრეული, მაგრამ იმ ქვებზე ხო შემორჩენილი იყო. ამის დაცვაზე პასუხისმგებლობა ვის ჰქონდა? გავიგეთ რომ ავთენტური ძეგლი დაინგრა, მისი ერთიანობა აღარ არსებობს და ნანგრევები ყრია ქვაყნილის სახით იქ არის წარმოდგენილი, ხო? მას დაცვა არ ჭირდებოდა? ან ეს ვის პასუხისმგებლობა იყო? ან დაინგრა და დანარჩენი მთელი ეს მემკვიდრეობა ეყაროს ესე? ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია მესამე ძეგლია, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სრულიად განადგურდა. საყდრის საფეთქება, ყოველად ვანდალური და გაუმართლებელი საქციელი, როდესაც ძეგლი ერთ დღეში გაქრა, ეს იყო ქოროღო, როდესაც ასევე მე-10 საუკუნის უმნიშვნელოვანესი ზურგიანი კოშკი თავისი კომპლექსით აბსოლუტურად დაკარგა სახე და გაქრა, ეს არის ზღუდერის შემთხვევა და არსებობს კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, ასობით შემიძლია ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, რომ დღეს საქართველოში საერო არქიტექტურიდან დაწყებული, ტრადიციული ქართული საცხოვრისიდან დაწყებული, მემორიალური კულტურით გაგრძელებული, ინდუსტრიული მემკვიდრეობით, საკულტო არქიტექტურით, სათავდაცვო არქიტექტურით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ასობით ძეგლი ნადგურდება. ბოლო წლების განმავლობაში სისტემურად ინგრევა და ნადგურდება ძეგლები. განსაკუთრებით აქტიური ეს პროცესი რუის ურბნისის ეპარქიაშია. ადგილობრივი ეპარქიის ხელმძღვანელის მოღვაწეობა ასე აისახება, რომ ის ცდილობს, რომ მუდმივად განაახლოს, აღადგინოს, მეორედმაშენებელი იყოს და ასე შემდეგ. რაც ლოგიკურია, რომ რამდენადაც ბევრი მონასტერია, ბევრი სასულიერო პირია და ბევრი რაღაც აღდგენა ხდება, პრობლემები იქ ბევრად მეტი ჩანს. აი, როდესაც მოხდა მაგალითად ეკლესიის ფრესკების ნარჩენების შელესვა, მოხდა არასწორი რეაბილიტაცია, მოხდა ძველ სამონასტრო კომპლექსში ახალი ნაგებობების უსისტემო ჩადგმა. რატომ არ შეიძლება რომ გვერდზე აშენდეს? ეს ერთი კითხვა. ახალი აშენე გვერდზე, იქვე აშენე, ხო? მით უფრო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ეს პრაქტიკა არსებობდა და მისი საუკეთესო გამოვლინება არის თქვა სამთავისის ეკლესია, რომლის გვერდითაც ასევე მე-6 საუკუნის ადრეული შუა საუკუნეების ბაზილიკა დგას და უკვე მეორედმაშენებელმა ის რაღაცა გენიალური თავისი არქიტექტურა გვერდზე აშენა და ისიც იქ იყო და არ გადაუარა და ანუ სრულად არ მოსპო ეს ყველაფერი, ხო? ძეგლების დაზიანება განადგურების მიუხედავად, ამ წლების განმავლობაში არ გვინახავს ადეკვატური რეაგირება დანაშაულზე. დაუსჯელობა რიგით ბიზნესმენებზეც კი ვრცელდება და რა გასაკვირია თუ კი პასუხი თავნებობისთვის სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს საერთოდ არ მოეთხოვება. კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი მდგომარეობა მიუთითებს, რომ ქვეყანა თავის საგანძურს ვერ იცავს და ეს სისტემური პრობლემაა. არ არის საშიშია ევროპული მაგალითები, პირიქით, კარგია ეს მაგალითები, ბევრ კარგ რამეს გვაჩვენებს. შევხედოთ როგორ მუშაობს ძეგლთადაცვითი სისტემები. და ნუ რავი, შედეგი ის არის, რომ საბჭოთა კავშირში ბევრად უკეთესი ძეგლთადაცვითი სისტემა ჰქონდა, ვიდრე 30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ და ძეგლთადაცვის სისტემა ვერ შეინარჩუნე და ელემენტარული პასუხისმგებლობა ვერ დააყენე, ვერავისი რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება არ იყოს ასე წახალისებული. ეს ხო წახალისება, ეს ხო ირიბი წახალისება, როდესაც შენ არავის არასოდეს არ შე პასუხისმგებელი არავინ არ არის. ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის დაცვა კანონის თანახმად ევალებოდა სახელმწიფოს, რომელიც საქმის კურსში იყო და არაფერი იღონა. ძეგლის მფლობელი კი იყო საქართველოს ეკლესია, რომელიც მომხდარის კომენტირებას საჭიროდ საერთოდ არ მიიჩნევს და სავარაუდოა, რომ პრობლემადაც არ აღიარებს. მეტი პრობლემა არა გაქვს საქართველოში?
განუკითხაობა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, სხვა რა შეგვიძლია უწოდოთ იმას, რაც აწლეულებია უკვე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის თავს ხდება. ამაზე გვინდა ვიმსჯელოთ დღეს. ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ მთავარი პასუხისმგებელი ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოც, მაგრამ როგორც ხედავთ, მათ ეს მოწვევა არ მიიღეს. სამაგიეროდ სიამოვნებით მასპინძლობთ ექსპერტებს, ნოდარ ბახტაძეს, ილიაუნის პროფესორს, არქეოლოგსა და არქეოლოგს, გოგო თურმისიაშვილს, არქიტექტორ რესტავრატორს, რომლებიც არიან დღეს ჩვენთან ერთად და პირველი შეფასება რომელიც წავიკითხე იყო თქვენი ბატონო და არასდროს ვაპატიებთ ამ ბარბაროსობას, ეს იყო თქვენი პირველი გამოხმაურება ზღუდერის ეკლესიის თავს დამწყდარ ამბებთან დაკავშირებით. რატომ მიიჩნევთ თქვენ მას აი ესეთ ძალიან დიდ ბარბაროსობად, როდესაც სასულიერო პირები ამბობენ, რომ სხვა რამეს ავაშენებთ. ანუ მათ გონიათ, რომ ან ისეთივე ავაშენებთ, ფიქრობენ, რომ ისეთივე აშენება ეს არის შესაძლებელი, როცა საქმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ეხება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ამ ანალოგიურ საკითხებზე ქონია ჩვენ საუბარი სულ ორი წლის წინ და ვიცით რომ არ არის კარგი მდგომარეობა, ვიცოდით დიდი ხანია უკვე ამას საუბრობდით, განგაშის ზარით შემოგვიკრავს, მაგრამ იცით რა შეასაქმე? აი როგორც ჩანს, ცოტათი შეიძლება არ იყოს ესეთი ნათქვამი ძალიან პოპულარული, მაგრამ სადღაც ზღვარი, იცით, როგორც ჩანს ყველგან და ყველაფერში, ყველა მოვლენაში ამ ქვეყანაზე გადის ეს რაღაც ზღვარი სადღაც. იცით, მახსოვს, როდესაც საუბარი იყო ერთ-ერთ ძეგლზე, იმ შემთხვევაში პირველ რიგში ის მახსენდება, იმიტომ რომ მაშინ ჩემი მიერ შესწავლილი იყო ჩვენი ჯგუფის მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ძალებით გამოკვლეული ძეგლი და იცით მე შემდეგ ვფრთხილდებოდით ჩვენ რომ აი ეს გამოკვლეული ძეგლი და გამოჩენილი წარმოჩენილი ანუ უწოდებდით ეპითეტებს და ძალიან სწორად ამას რომ ქართულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ კიდევ ერთი ძეგლი შეიძლება აი დოლოჭობის ბაზილიკაზე კი ბატონო დოლოჭობის ბაზილიკა ეს ჩვენი დიდი ტკივილია ნამდვილად მაგრამ ის იცით ასე თუ ისე ჯერ ერთი დავიწყოთ რომ დღესაც დგას მიუხედავად რომ ის საშუალებები არ მოხსენდა და მეორე მხრივ დაუკვირდეთ ის ძეგლი რომელიც ჩვენ 10 წლეულები ვიკვლიეთ ამოვიღეთ უამრავი ინფორმაცია უამრავი თეორია ზოგი გამყარდა ზოგი შეიცვალა ქართულ მეცნიერებაში გამოთქმული ანუ ისეთ ეს ძეგლი როგორ გითხრათ იმ დონემდე მივიდა რაც ახლა არის ზღუდერი და როგორც იყო ისეთ საბოლოო ჯამში ასე რომ შევხედოთ უნდა გაგვიგონ ისეთ მსვენელებმა თუ ეს დაინტერესებული არა თუ ახალგაზრდები გვისმენენ მაგალითად ან სტუდენტები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ რის თქმა მინდა ანუ ჩვენ 10 წელი ვიბრძოლეთ რომ ბორცვიდან გამოვაჩინეთ ეს ტაძარი უძველესი ასევე რა უყოთ რომ ის ზომით თითქმის ორჯერ დიდია ხო ვიდრე ზღუდერის ყოველ შემთხვევაში ასეთივე ძვირფასი ასეთივე და ის შემკული და ასეთი ინფორმატიული არის ეს ზეგლი თვითონ მეცნიერებისთვის და აი ჩვენის მივიყვანეთ და იმას ვფრთხილდებოდით დოლოჭობს და ამ დროს გამოირკვა რომ ეს ზეგლი რომელსაც არაფერი არ ემუქრებოდა იყო იდგა უბრალოდ ვერ ხერხდებოდა მისი კონსერვაცია დროებით უამრავია საქართველოშიც და მსოფლიოშიც რა თქმა უნდა ზეგლები რომლებიც ელოდება თავის რიგს ან მათ მოუწევს 10 წლეულების შემდეგ ან შემდეგ საუკუნეში ეს ხო კულტურული მემკვიდრეობაა მაგრამ ჩვენი თაობის კულტურული მემკვიდრეობა ხო არ არის ეს ჩვენი შემდეგი თაობების კულტურული მემკვიდრეობაც არის ანუ ესე იგი აი ასეთი ესე იგი ანუ ჩვენ რისთვისაც მაშინ ვიწვალეთ და მივყავს ხოლმე საერთოდ არქეოლოგიური ძეგლი მე როგორც არქეოლოგი თუმცა ხუროთმოძღვარიც ვარ მაგრამ არქიტექტორისა ის არქეოლოგიცა ვარ და ამიტომ ორივე თანაბრად ჩემთვის სატკივარია და აი არქეოლოგიურად რომ გამოვავლენთ ხოლმე ასე ძეგლს და მივიყვანთ იმ დონეზე მისული ეს ძეგლი პირდაპირ ვიმეორებ ისედაც იყო უკვე და აი ასე სულიად მოურიდებლად ყოველგვარად რა უწოდო მე ამას უცოდირობა
შეგონება შეზღუდულობა ყველაფერს უწოდებ, იმიტომ რომ ყველა არ მithქავს მე, იმიტომ რომ ამისი პატიება, თუ როგორ გითხრათ, ჩემ გულში ვერასოდეს რა პატიები და თუმცა აქ ყველა იმ ეპითეტთან დაკავშირებით თქვენ რაც თქვით, იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა პასუხისმგებლობა. გოგო თუ ვისია ხოლმე საბოლოო პასუხისმგებლობა და ვინ აგებს დღეს პასუხს იმაზე, რომ ზღუდერის ეკლესია არის დანგრეული. გასაგებია რომ მესაკუთრე არის ეკლესია, მაგრამ მას ეს ზრუნვა და პატრონობა ეს არის თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს მოვალეობა. უშუალოდ კულტურის სამინისტროს მიერ დაქვემდებარებული უწყების ხო სააგენტოსი, რომელიც ვალდებულია მასზე ზრუნვა და პატრონობა განახორციელოს. ასევე სხვათა შორის თვითმმართველობაც არის კონკრეტულად იგივე ინფრასტრუქტურის მოწყობაში ვალდებული, მისასვლელი გზების გაყვანაში და ძალიან ბევრი ვალდებულებები არის გადანაწილებული. თითქოს ეს კანონში ყველაფერი გაწერილია. რატომ ვერ სრულდება, რატომ მოხდა, რომ ქოროღოს შემდეგ ჩვენ მივიღეთ ისევ ზღუდერი, აი ესეთი უნიკალური სილამაზის და უნიკალური მნიშვნელობის ტაძარი დაინგრა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან ძნელია უბრალოდ გასააზრებლადაც ესეთი ფაქტი ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ეს ჩვენ სივრცეში საზოგადოებაში ეს უპრეცედენტოა და ტოფის გავარდნასავით არის უკვე სიმპტომატური უკვე ნორმათი ქცა ამ ხელისუფლების პირობებში. თან მაპატია თუ და ჩაგერთოთ ქოროღო აღმოაჩინა სრულიად შემთხვევით ბრიტანელმა ფოტოგრაფმა სრულიად შემთხვევით ისე დაინგრა როდის დაინგრა ალბათ ზუსტად ისიც არ ვიცით და ზღუდერიც კვლევარმა თამთამელაძემ აი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა როგორ შეიძლება ეს მოხდეს ქვეყანაში რომ შემთხვევით ინგრეოდეს ასეთი მნიშვნელობის ტაძრები ხო არ ნამდვილად რთული სიტუაცია გვაქვს ახლა თავისით ძეგლი თავისი ღირებულებებით ახლა მშვენივრად განმარტა ნოდარმა მე-6-დან აგერ მე-13-მე-14-მდე ის განიცდიდა გარკვეულ რაღაცა ცვლილებებს ახალი ფორმები შედიოდა ლიტურგიიდან გამომდინარე რაღაცები იცვლებოდა მაგრამ ეს ხელაღები და ხელმოსმით არავის არ დაუნგრევია არ უკადრია წინაპარს ესეთი რამ დღეს ეს რაც დღეს მოხდა თუ გადავხედავთ ამ მოკლე პერსპექტივს საბჭოთა ხელისუფლების დროს დაანგრეული დღეს უკვე სასულიერო პირი ანგრევს 1940 წელს მოხდა ეს სასულიერო პირი გადავიდა უკვე არ აკმაყოფილებს ის სტანდარტები რაც არის დღევანდელი სამშენებლო ნორმები ვინ ურჩია ზოგადად ვინ რომელმა კონსტრუქტორმა რომელმა არქიტექტორმა მე უბრალოდ კითხვას დავსვა ალბათ გაგიჭირდებოდათ ამ ძეგლის სხეულის ხელყოფა ძალიან ძნელი დასანგრევი იქნებოდა საკმაოდ ამ ხელა ჟამს გაუძრო ამ უთავჟამობას და ამ ისტორიულ რაღაცა ორომტრიალს და დღეს გამითარა ამ ცივილიზებულ სამყაროში აი ესე ველური ფორმებით მიადგე და ამტრიო სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკად უბრალოდ გასააზრებლადაც ნორმალური ადამიანისთვის ძალიან ძნელია და უბრალოდ როგორ აღმართა სასულიერო პირმა და როგორ უბრალოდ გადაწყვიტა რომ ესე გაეკეთებინა იქ რაღაცა ტექსტებიც იყო გაჟღერებული რომ ესეთი ფორმა ავირჩიეთო ეს ფორმა არ არის ეს არის მკვლელობა თუ სისხლის სამართლით ადამიანის მკვლელობისთვის იზრდება ადამიანი ძეგლი რომელმაც ამხელა ისტორია გამოიარა და რაღაცა ამ კარბობალას გაუძლო ისტორიულს და ჟამს ჩვენამდე მოაღწია ვის არ ულოცია ვის არ შეხებია იმ ადრიან ქვებს რა უნდა აშენონ ახლა ისეთი რომ რაღაცა არქიტექტურულად უყურებთ ახლა სიუჟეტს რომ რაღაცა ისეთი ფორმებია ეს ახალი არქიტექტურა აი ამ ეპარქიაში ზოგადად რომ არც ერთ რაღაც ესთეტიკაშიც კი არ ჭდება არ ვამბობ მე ქართული ხუროთმოძღვრების რაღაცის ასლი მაინც იყოს ან გამგზელებელი ამ ყველაფრის არანაირ სტანდარტში არ ჭდება ეს რაღაცა ეს არა მოусმენობა ან რაღაცა სიტყვის ან გამოცდილების გააზრება საერთოდ არ არის უბრალოდ სამართლებრივადაც რამდენად ჰქონდათ მათ უფლება დაუკითხავთ ასეთი ვანდალური აქტის ჩადენის და კიდევ ერთი რამ მინდა კითხოთ გოგო თუ თქვენ გახსენდებათ აი თქვენი თქვათ მუშაობთ თქვენი მოღვაწეობის პერიოდში თუნდაც ერთი ადამიანი რომელიც ასეთი უდიერი დამოკიდებულებისთვის სისხლის სამართლებრივად დასჯილა იმიტომ რომ ეს შეიძლებოდა
ყოფილიყო მაგალითი იგივე პრევენციისთვის, რომ აღარ მომხდარიყო მსგავსი ფაქტი. ხო, აი ეს ენის მოჩლეფა ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ერისკაცი ხარ თუ ბერისკაცი? ელემენტარული ცოდნა განათლება იმისა უნდა გქონდეს, რომ ისტორია აი ესე დაწერილი არ ამოხიო და არ გადააგდო. და აი ამბიცია გაგიჩნდეს რაღაცა ახალის ქმნის იმ ადგილას, სადაც ეს ზეგლი იყო. ამის მე მაგალითი არ ამავს ახლა ვინმე რაღაცა ფორმით დასჯილი იყოს. ხოლო ჯარიმა მახსენდება სხვათა შორის. ჯარიმა ეს ვერ შეცვლის ვითარებას ნამდვილად და ზოგადად ეს რაღაცა ეს ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან უკვე მაგალითიც კი იყო საფრთხის საფეთქება და ნიშანი იმისა, რომ ყველამ თავის საქმე როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ და ვისაც როგორ შეუძლია ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე მიხედეთ თავს და ეს უკვე გასულია ყველანაირი ჩარჩოდან ამ დანაკარგს ეს უკვე იმდენად შეუცევადია ეს დანაკარგი ამის დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს თვითონ ის კადრის და ის სურათი რომ ბურძგლავს ადამიანს ისტორიული ქვები და ეს წარწერიანი და რელიეფიანი ქვები აი ესე მიხვეტილია ადგილზე ნაგავსაყელათაა ქცეული და აი მადლიან ადგილას გალესილი და ბლოკით აშენებული ეკლესია მეთოდოლოგიურად ეს ფორმა არ არის რაიმე ტიპით იმას ძეგლს შეეშველო, შეეხიდო და მომავალ თაობას ის შემორჩენილი ფრაგმენტები გადააბარო პირნათლად. ბატონო დარეხეთ თეონიანის კომენტარი მოისმინეთ თქვენ რომ ჩვენ გაფრთხილებული ყავდნენ ისინი რომ არ შეიძლებოდა იქ თქვათ რაიმე რაღაცის აშენება და რაღაცის დაწყება სამუშაოების კონკრეტულად. რამდენად თეონიანი სააგენტოს ხელმძღვანელი რამდენად თქვათ სწორად თვლით თქვენ სააგენტოს ქმედებას ამ მომხდარი ფაქტის ფონზე? ცხადია რომ ეს არასწორად მიმაჩნია. ცხადია, იმიტომ რომ ამისის შესახებ ცნობა რომ არსებობს ამისთვის სააგენტოს გააჩნია მთელი რიგი რესურსები, არიან იქ სპეციალისტები, არის საბჭოები. საბჭოები აღარ არის. ბატონო, გაუქმეს. ყოველ შემთხვევაში მგონი ესეთი ბრძანებით გაუქმებული მგონი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცუდია, აი ესეც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ალბათ არის ესა. და ამიტომ ესე იგი ფიქრობთ რომ პროფესიონალები შეძლებდნენ დაცვას? პროფესიონალები ან უნდა შეძლონ, როდესაც მუშაობენ აი ესეთ დაწესებულებაში, პროფესიონალებმა ან უნდა შეძლონ დაცვა, ან თუ არ შეუძლიათ, უნდა გამოხატონ პროტესტი და დაუთმონ ადგილის სხვას. და ასე გაუთავებლად, სანამ არ მივლენ იქ ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თავიანთი პრინციპის გატარებას, ამ კონკრეტულ მაგალითზე ვლაპარაკობ ჩვენ კონკრეტულად აი ამ დაცვაზე და აი ასეთი უნიკალური ძეგლების დაცვაზე. და კიდევ ერთი რამ. იცით რა შეესაქმე? აქ არ არის რაღაც ისეთ იმაზე საუბარი ძეგლზე, რომელიც რაღაც რიგითია და ნუაც მარტო ეკლესიას ეკუთვნის და მროცველებს ეკუთვნის. კი ბატონო, ეკლესია ცხადია, ეკუთვნის ქრისტიანებს და ლოცვისთვის არის და აღდგება და შემდეგ ექვენა ლიტურგია ჩატარდეს. მაგრამ ამავე დროს ჩვენი ისტორიისთვის დაუფიქრდეთ, აბა იმ დროს, როდესაც ყველა სპეციალისტმა იცის, ვინც არ იცის, კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც გამოიჩქიმის მოსაზრებები, რომ ქრისტიანობა საერთოდ საქართველოში, ასე იგი, ჩამოყალიბებული სახით ქრისტიანობა იყო თუ არა რელიგია საქართველოს სახელმწიფოსი. იბერიაზე იქნება საუბარი, თუ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ სიტყვით. აი ამ დროს, როდესაც გამოიჩქმის მთელი რიგი საზღვარგარეთელი მეცნიერებისაგან, თუ არ ვიტყვი მაინდა-მაინც არაკეთილ მოსულნეებისაგან, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო შეცნომაში შესული საზღვარგარეთელი მეცნიერებისაგან, თუ მეზობელის ვთქვათ, გინდაც იყოს ეგეთი შემთხვევებიც
არის რადასამალია. ეს სიტყვით ამას ჭირდება იცით დოკუმენტირება ამას და ყოველ წუთში გვჭირდება დამტკიცება, აი გამოჩნდა ხოლმე, აი არის მეოთხე საუკუნის ძეგლი. ესე იგი ჩვენთან უკვე მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა იყო და შემოსული მთელი თავისი წესრიგით და იმ რაც იმ ხანის იმ ეპოქის ქრისტიანობას ახასიათებდა. ანუ აი პირველ ჩვენი ისტორიის აღდგენის ნაწილშიც გვჭირდება და გვაინტერესებს. როდესაც გვეუბნებიან რომ რიგი მეცნიერები და ყველა მიცის ახლა მეცნიერები ვინც მისმენს ახლა ყველას ვერ განუმარტავ ამას რომ გვეუბნებიან რომ თქვენ როდის გახდა საქართველოს ნამდვილი ჩამოყალიბებული ქრისტიანული ქვეყანა და რომ სამარცხინო არაფერი არ არის რა თქმა უნდა ვიღაცისგან იღებ ქრისტიანობა საქართველოში შექმნილა მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ხოლმე ეს მოსაზრება რომ აი მეოთხე მეხუთე არის გამოთქმულია შემიძლია ჩამოთვალო და გვარი და სახელები დავასახელო რომ მეოთხე და მეხუთე საუკუნეში და მეხუთე საუკუნეშიც კიდევ კაი ხანს რა ვიცი აგ ბონესის სიონია ხოლმე ზოგჯერ მიზნად დასახულია პირველი სერიოზული ნაგებობა და ამ დროს როდესაც აქ ჩანს ეს ამ პერიოდის ჩვენ ერთი დათარიღებაც ვერ მოასწარით ამ ძეგლის წესიერად იმიტომ რომ ამას ჭირდებოდა კარგი დაწყნარებული არქეოლოგიური კვლევა აი როგორ გითხრათ როგორც ვიკვლევთ ხოლმე რამდენიმე ჯგუფი ვართ საქართველოში ბევრი არა ვართ მაგრამ აი ამ მეოთხე და მეხუთე საუკუნის ეკლესიებს ვიკვლევთ და ვადასტურებთ რომ თურმე იგებოდა ისეთივე ტაძრები ისეთივე წინა რიგებში იდგა ქრისტიანული კულტურის ქართული ტაძარმშენებლობა და ქრისტიანული კულტურა როგორც სხვა დანარჩენი რომის იმპერიის სხვა ნაწილებში თქვა თუნდაც და აი ამ დროს ამ პერიოდისას ვანგრევთ ჩვენ ესე იგი წყალს ვასხავთ ვის წესქვილზე ესე იგი ვისაც უნდა ბოლოს თქვას რომ თქვენ რაღაც ცოტათი უფრო გვიან განვითარდით თქვენ უფრო რაღაც მაჩანჩალების რიგში შეიძლება ვთქვა ასეთი რამ ჩვენ ისტორიაში ხო უკვე მოხდა ერთხელ როცა გადაგვიღებეს თეთრ კედლებად გადაღებეს ყველაფერი რაც იყო და ჩვენ ამ ისტორიას სულ ახლა ხანს უნდა პრინციპში ხო უნდა გვახსოვდეს ეს ყველაფერი გოგო თუ რა ხო უნდა გვახსოვდეს რომ ეს ყველაფერი ერთხელ უკვე უახლეს ისტორიაში მოხდა შესაბამისად ის რაც ახლა ზღუდერის ეკლესია და ქოროღო ბოლო ამბებს გულისხმობ უფრო ხო ეს ხო გამეორება ისტორიის და რატომ ხდება რატომ ვერ ვსწავლობთ და საერთოდ აი რას კარგავთ როცა არ უვლით ჩვენს აი ესეთ უნიშნელოვანეს კულტურულ ძეგლებს ჩემის აზრით აიცით რა პოლიტიკა არ უნდა და ზოგიერთ თანამდებობის პირებს რომ პოლიტიკა გამიჯნოთ ჩვენი საქმე ჩვენია ჩვენ საქმეს მივხედოთ მაგრამ პოლიტიკა შენება როცა შენდება მით უმეტეს ესეთი მნიშვნელოვანი ძეგლები თავის დროზე როცა შენდებოდა და პოლიტიკური ნება და სურვილია ის როცა ინგრევა დღეს ვართ გრევის პროცესის მონაწილე როგორც საზოგადოებრივი კუთხით პოლიტიკური აბსოლუტურად გათიშულებია საზოგადოების კონკრეტული რაღაცა ის ჯგუფები ერთმანეთისგან და ამას თავისი მიზეზიც აქვს ამას მუშაობს ჯგუფი კონკრეტული სხვა ჯგუფი და ამ გათიშვაში ბატონობს და ხეირობს თვითონ ხეირობს დღეს გახდა ფული და ბანკნოტი ხატად და რა ვიცი საფიცარად და ის სულიერი და ის ღირებული ჩვენთვის მნიშვნელოვანი აი ესე ხელაღებით საკუთარი ხელით უკვე არავინ არ გვაძალებს ის ეს ყოველთვის ასე ხდებოდა პრინციპში ეხლა უკვე სასულიერო პირებს როგორ უნდა მოიქცეს ახლა აი ამ წუთა სახელმწიფო და უშუალოდ სააგენტო რა ნაბიჯი უნდა გადადგას თუნდაც აი იმ საკითხთან დაკავშირებით რაც ზღუდერს ეხება რა შეიძლება გამოსწორდეს თუ არის დარჩენილი რესურსი ამის აი მართალი გითხრათ ძალიან მიჭირს ამაზე გაცემა პასუხის ისევ და ისევ ახალგაზრდებთან სტუდენტებთან მუშაობა ისევ და ისევ კვლევების შემდეგი აი იცით ამას ვეღარ აღადგენს სამწუხაროდ აი ესე და ასეთი კიდევ რა შეიძლება აი კიდევ რა შევადარო აი პირდაპირ გეტყვით ეს შეიძლება შევადაროთ რაც ახლა მოხდა გამოვადგეთ რომ ბაგრატის ტაძარი
რომ დანგრეულიყო და მისად გზას ხარამი აშენებულიყო. არ ვაჭარბებ თუ ის ზომით და რაღაც თავისი მნიშვნელობით პოლიტიკაში, სახელმწიფო პოლიტიკაში არის რაღაც გადამტეხი ერთ-ერთი ტაძარი ბაგრატის, მაგრამ დაზიანებული იყო, ჩამოჩენილი იყო ქვები და რთული იყო მისი რაღაც ან ახლა შეიძლება ამჟამად ცოტა სხვანაირად არის რეკონსტრუირებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დანგრეული არ არის და მომსპარი არ არის. და აი ამითი ესე იგი, რაც აქ მოხდა, ესე იგი, ფაქტიურად საფუძველი გამოეცალა ჩვენს ქრისტიანული კულტურის განვითარების, აი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი არის ამითი წაქცეული. თამამად შემიძლია ვთქვა. ამიტომ კვლავ და კვლავ წეგანტყოლად ვახსენე ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, ზოგადად მოსახლეობასთან განათლების შეტანა ისევ და ისევ. თუმცა თქვენ სასულიერო სემინარიაში ლექციებს კითხულობდით, როგორც მახსოვს. აი, რატომ ვერ გაიზარდა ის თაობა თუნდაც სასულიერო პირებში და ეკლესიაში, რომელიც ვერ აღასრულებს ასეთ რაღაცას. შეიძლება დაგავალონ, მაგრამ ვერ გააკეთო, ვერ აღასრულო. ანუ ხო კონკრეტულმა ადამიანებმა დაანგრიეს. მართალია ვიღაცამ გასცა ამის ბრძანება, მაგრამ ამას ხო კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ, ეს ხო თავისთავად არ დანგრეულა. და ასეთ შემთხვევაში აი რატომ ვერ გავზარდეთ ეს თვითშეგნება ადამიანებში, რას ვეხებით, როცა ვანგრევთ ამ მნიშვნელობის ტაძარს. ისეთ კითხვას მეუბნებით, რომ რაც ეს გავიგე, იმის შემდეგ მაგაზე ვფიქრობ, ადრეც ვიფიქრია, რა თქმა უნდა, მაინც ხავს ვეკიდები და ვფიქრობ, რომ ის სტუდენტი, ვინც ჩემთან უსწავლია, თითქოს ამას არ ჩაიდენდა და ალბათ თაობათა ცვლაც ავქნათ, აბა სხვანაირად ვთქვათ, რომ იქნებ თაობათა ცვლამ რაღაც სასიკეთო მოგვიტანოს, ახლა არავინ არ მეწყინოს, მე თვითონ არა ვარ ახალგაზრდა და მე თვითონ 1000 ჭირვარამი გამომივლია ამ გზაზე, რომ მიჭირდა მტკიცება, დამკვიდრება ჩემი აზრების და რატო ჩემი აზრების სიმართლისაკენ, ჭეშმარიტებისაკენ გზებს ესე ადვილი არ არის, შეცდომას დამიშვია და ყველას დაგვიშვია შეცდომები ავხანის ადამიანს, მაგრამ აი ასე უკვე ამას საზღვარი მომეჩვენა აი ამით რაღაც თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი საზღვარია. ახლა უკვე უნდა ვიცოდეთ პედაგოგი ვარ, დიდი ხანია ვასწავლი, დიდი ხანია მაქვს ურთიერთობა, მათ შორის თქვენ გვებძანეთ სასულიერო პირებთან, მომავალი ამჟამად სასულიერო პირებთან, თუ მისმენენ, ყველას ვთხოვ, რომ შემდგომში უკვე ფრთხილად ვიყოთ მეტად ფრთხილად კი არა, ცოდნა და გამოცდილება შევიძინოთ მეტი, იმიტომ რომ ამასაც ვხედავ, ხოლო რაც შეეხება მართლობას ქვეყნისას, იმათ კიდევ ცოტათი ალბათ ხელი შეუწყონ, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ ჩართული. სხვათა შორის ამჟამინდელ საპატრიარქოსაც არ გაუკეთებია განცხადება, შეიძლება მე გამომეპარა რამე ყოველ შემთხვევაში მე არცად შემხედრია რომ საპატრიარქოს ამასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის განცხადება გაეკეთებინოს. გოგო თუ თქვენ იყავით ერთ-ერთ გადაცემაში რეალური სივრცე, სადაც მაშინ განვიხილავდით ბოლნისის სიონს არა, ტიმოთე სუბნის ლორფინით როცა შეცვალეს სპილენძის გადახურვით. და მაშინ ტარიელ კიპაროიძემ, რომელიც იყო მაშინდელი სააგენტოს ხელმძღვანელი, თქვა რომ ჩვენ ყველაფერს დღეიდან სპილენძით გადავხურავთო და მე მახსოვს საზოგადოების ხელოვნებაცოდნეების და ამ სფეროს სპეციალისტების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს გადაწყვეტილება სააგენტოს უკვე მიღებული ქონდა, ისე გააჟღერა ტარიელ კიპაროიძემ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მიმართულება დაგვიანონსეს მაშინ და არის თუ არა ეს მოქმედებაში შეგვიძლია ასე ვთქვათ? იცით ზოგადად გამოვეხმაურებენ ნათქვამს დღესდღეობით რაც ხდება სასულიერო პირს უბრალოდ მეტი უნდა მოეთხოვებოდეს იმ ამბავში რომ მას შეხება აქვს როგორც თავის ლიტურგიიდან გამომდინარე იმ ტექნიკური რაღაცა ამ ყველაფრისგან გამომდინარე და გადაგებიდან გამომდინარე ხო ის ისტორიასაც იხსენებს ის მიმოიხილავს ყველაფერს და რაღაცა ტენდენციად იქცა უკვე სიძველეთ მოძულეობა იმის ნაცვლად იმისა რომ ის სიძველე და ის წმინდა ნაწილებს რომ რაღაცაერად უფრთხილდები რომ ის რაღაცა სუფთად იყოს მოწესრიგებულად იყოს რაღაც ხო ესეც ის ხეულია ჭირვარამ გამოვლილი და ჩვენია
ომში, სისხლით, ოფლით, როცა ეცალა ადამიანს ქართულ კაცს, ყოველთვის რაღაცას აკეთებდა, აშენებდა, არანგრევდა, აახლებდა, ცვლიდა იმ ფუნქციიდან გამომდინარე ქრისტიანობაც ხო ვითარდებოდა, ხო, ლიტურგიკა იცვლებოდა და აი ამ ფუნქციიდან გამომდინარე რაღაც ელემენტები შედიოდა. და ამის მომსწრე ვიყავით ამ ძეგლზე მე-4-დან მე-14-ს ჩათვლით და აი ვერ გამიგია. რა უნდა გადასცე ამის შემდეგ, რა უნდა ასწავლო, რაზე უნდა მოუყვე, რას უნდა გაუფრთხილდე, რას არ უნდა გაუფრთხილდე. მithumetes ჩვენ ეხლაც გვაქვს მაგალითები, იგივე სულ გვესმის რომ სვეტი ცხოველში წყალი ჩამოდის, ჯვარზე წყალი ჩამოდის. გელათის მაგალითი გვაქვს ძალიან ძიმე, მე ძალიან მინდა მჯერა. ეს მოდონება ზოგადად როგორც რესურსი არ არსებობს, კომპეტენცია არ არის იმისა, რომ პერმანენტულად ტაძარს ნაგებობა ეს არ არის რაღაც სიტყვაზე დღეს რესტავრაცია ჩაუტარო და 50 წელი აღარ მიუბრუნდი ამ საქმეს ევროპაში და ცივილიზებულ ქვეყნებში პერმანენტული მუდმივი დაკვირვება მიმდინარეობს, სადმე რამე არ გააპაროს, სადმე რაღაცა ხო არ დაიძრა, ჩამოვარდა ქვა უნდა აიღო და დადო თავის ადგილას იქ სადაც დღეს 21-ში ახლა ფოტოდოკუმენტაცია, ვიდეო დოკუმენტაცია არსებობს და გაცილებით მეტია საშუალებები რა თქმა უნდა. თუნდაც ამ ძეგლზე ეს ყველაფერი იყო დეტალური, ხო, 80-იან წლებში გათხრილი იყო და ამისი ვალდებულებაც ჰქონდა იმ სპეციალისტს, ვინც შეატარა არქეოლოგიური იქნება თუ არქიტექტურული კვლევა და შესწავლა. მithumetes კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს მსოფლიო გაერთიანებული ქუდის ქვეშ, იქნება ეს UNESCO, ICOM-ი, ასე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ანუ მსოფლიო თავის ისტორიას მთლიანად ერთობლიობაში იცავს და ამ ყველაფრის ნაწილი საქართველოს სწორედ იმ ძეგლებით არის, რომლითაც ცნობილები ვართ, ხო მართალია? აი რას ნიშნავს თითოეულ ძეგლთან ასეთი უდიერი დამოკიდებულება? მე რამდენად ვცვალ ამ კითხვას, მაგრამ მინდა რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება კარგად გააცნობიეროს, როგორ კარგავთ იმას, რაც ჩვენი ისტორიის, კულტურის და ჩვენი მომავლის ნაწილიც არის, იმიტომ რომ ამით ჩვენ მომავალსაც ერთგვარად ხაზს უსვამთ. რასაც ვერ შევიტანთ წარსულიდან ის მომავალშიც დაგვეკარგება. არის თუ არა ეს რაღაცა ერთობლიობა, რომელსაც საერთაშორისო თქვათ საზოგადოება ინახავს, უვლის და აცნობიერებს მის მნიშვნელობას. და სად ვართ ამ კუთხით ჩვენ ქართველები? იმ მაგალითებით, რასაც ახლა საზოგადოება აკვირდება. რა გითხრათ, აბა, რით გაგახაროთ? ვცდილობთ, რა თქმა უნდა, აი, რაც კი საქართველოს დამოუკიდებლობის ხანა არის, უკვე 30 წელია ვცდილობთ ახალ-ახალი თითქოს, ფიზიკურადაც და მატერიალურადაც იყოს ერთულეები, რა თქმა უნდა, მთელი 10 წლეული მეტი. და შემდეგ შევქმნით ეს სტრუქტურები, შემდეგ ჩამოვაყალიბეთ და რაღაცნაირად გვეგონა რომ ეს ტენდენცია უკეთესობისკენ წავიდოდა და მართლაც გაკეთდა. ახლა ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ აი რაღაც ამ ბოლო ხანებში რომ ვერ არის კარგად და რაღაც რომ აი ახლა ამჟამად ისევ კარდინალურ ცვლილებებს ითხოვს, ეს უკვე ფაქტია, ეს აღარ არის უკვე რაღაც მხოლოდ ერთი მის მიმართული უწყების მიმართ, არავითარ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართ არ არის მიმართული, ეს არის საერთოდ განათლებაზე ერთი სხვადასხვა ერთი არ გავუვიდეს. სახელმწიფოს პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, კულტურის პოლიტიკაზეც ვილაპარაკობ და ქვეყანაში. სხვათა შორის სად იყო ის ადამიანები, სად იყვნენ კიდევ ერთი რამეს დავსვა. თვითონ იმ რეგიონში, რაიონში ეს ასე უნდა ჩასულ ქალბატონს შესანიშნავ დიდი მადლობა მას უნდა გაეხმიანებინა ეს ამბავი სააგენტოს თქვათ და მას კიდევ დაუშვათ რაღაცას გუდავდა რაღაც და სხვანაირად არა თუმცა სააგენტო აღიარებს რომ მან იცოდა და მისწერა წერილი რომ ეს არ იყოს მისწერა და მეტყობა რესურსი შემდეგ რა იყო მისი აქტიური მოქმედებები ეს ხო არ არის რომ მივწერე წერილი და დავამთავრე არა მთლიანობაში საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შემოძახება უნდათ კიდევ ერთხელ ანუ იცით რაღაც ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვით ახალს ვერც ბორბალს გამოვიგონებთ ვეღარც ვერაფერს ამგონათ ისევ და ისევ განათლება საზოგადოებას ისევ კიდევ და კიდევ უნდა მივცეთ
აი იმ მოქალაქეებს, ვინც ამას უწყერდნენ, იმ ადგილებში დიდი პატივისცემა იქ სამონასტრო მხარესაც, სკოლის და განათლების სისტემასაც, იქ მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მიწათმოქმედები და ისინი ხო არ არიან აღარა, რომელი დროა 21 საუკუნეა. ესე იგი, ბევრი უყურებდა ამას და ამას ყველაფერს სადღაც ჩქმალავდა თუ ერიდებოდა თუ ხმას არ იცოდა, ხომ შეიძლება რომ არ იცოდა ესეც. არ ესმოდათ და ამიტომ აი დაუნავ თქვათ, იცით, მეტი რისი თქვა შემიძლია გადაიმისა, რომ კიდევ ერთხელ გავანათლოთ ადამიანები, კიდევ ერთხელ ჩვენ თავში ჩავიხედოთ, იქნებ რამე დავაკელით ამ ადამიანების ზოგადად სისტემაში და კიდევაც გავაგრძელოთ და მოთხოვნით იქაც რომ მიბრძანეთ თქვენ რომ სასულიერო სემინარიაში ვისაც გვაქვს ხოლმე და ხანდახან მუშაობთ ხოლმე და ვასწავლით და მუშაობაა ეს ჩვენთვის და უნდა მოუმატოთ მათთანაც მუშაობას და ჩვეულებრივ რა თქმა უნდა საერო უნივერსიტეტებში და რაც უნდა შეზღუდვა იყოს ამ ტიპის საგნებისა ამ ტიპის დისციპლინებისა უნდა პირიქით მომატებული იყოს ეს და ვიცოდეთ რა არის ქრისტიანობა, რა არის რელიგია, რა არის ხუროთმოძღვრება და ავთენტურობა და საკუთარი საქართველოს ისტორია ბოლოს. თქვენ მაინც რას ხედავთ ყველაზე მთავარ მიზეზად და გამოსავლად და ზოგადად რისი ბრალია ის რაც ხდება ახლა პრინციპში მაგით დაიწყეთ კიდევაც ჩვენი ინტერვიუ, მაგრამ მაინც რო ვთქვათ მეც და კონკრეტულად რო ჩამოვყალიბდეთ ეს არის ფაქტობრივად გაუნათლებლობის ბრალია. საგანმანათლებლო სივრცეებში საერთოდ ხუროთმოძღვრების ისტორიას, არქიტექტურას, ზოგადად იმ დანატოვარს, რაც წინაპარმა ჩვენამდე მათი ხელით მოაღწია, რაც შემოგვრჩა. ეს იქნება წერილობით წყაროები, არქიტექტურა, საგალობლები, მილიონი სხვა რაღაცა, ხო რაღაც კულტურა. ხო, სამინისტრო ხო ზუსტად მაგას უნდა ემსახურებოდეს, მით უმეტეს კულტურის სააგენტო, რომელიც ძეგლთა დაცვას უნდა ემსახურებოდეს. ეს ხო მათი პირველ რიგში მათი სამოქმედო არეალი ასე. ხშირად ყოფილა ხა ძეგლიდან ჩამომიხსნი ადამიანი, კაწრავდა რაღაც თავის სახელის დაწერას ისეთ ძეგლზე როგორც ამ ცხეთის ჯვარი, რაშვები, რასაკეთებ. ამისი თვით შეგნება უნდა კონდეს იმას და გააზრება რასაკეთებს. ხო, ამისი განცდა არ არსებობს. ამ თქვენ ერთობლიობას გულისხმობთ ხო? ევროპაში მინახავს მაგალითად ხა დაწყებით კოლეჯის ტიპის რაღაც ეზოში, კირის ქურო ქონდათ მოწყობილი, შეშა, ყორეწყობის კედელი, სადაც ბავშვებს რაღაცა საშუალებას აძლევენ, რომ იმუშაონ. აი ამ პროცესს დააგვერდნენ. შეიგრძნონ კულტურული მემკვიდრეობა, ზოგადად როგორი იყო ნაშენები, რა ფორმებით იყო, რა კონსტრუქციებით შენდებოდა, როგორ ქრებოდა, კირი როგორ იწვებოდა, ასე შემდეგ. იმ სკოლის კურსდამთავრებული ხო, იქიდან მათემატიკოსიც გამოვა, პოეტიც, მწერალიც და ბიზნესმენიც ხო? ევროპაში ხშირია, მაგალითად ერთ-ერთ ქალაქში ვიყავი, სამ ნაწილად იყო გაყოფილი არქიტექტურული კომპლექსი, ისტორიული, ერთში ბიზნესმენი ცხოვრობდა, მეორე საზოგადოებრივი იყო და მესამე იყო კვლევის საგანი იყო ხარაჩოებში და სპეციალისტები მუშაობდნენ, ხო? იქ აკონტროლებს სახელმწიფო შენ ამბიცია რო გაქვს ბიზნესმენი შედიხარ და ცხოვრობ, ხო? ყველაფერი განსაზღვრულია, რისი უფლება გაქვს, რისი არა. ანუ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. ლოჯიას ვერ მიაშენებ, ბლოკით ვერ დააშენებ, რაღაცა შანდალია თუ რაღაცა სურო დგას, ხო, თავის ადგილი აქვს და იმასაც შესაძლებელია ვერ გადააადგილებ. ხო, აქ აი ამის განცდა იმ ყოველს რასთან გვაქვს საქმე, რომ შედიხარ ტაძარში ეს მარტო ის არ არის რა, ქრისტიანული ეს არის ნაოფლარი, ნასისხლარი და რა ვიცი, 1000-მა ვისაც არ ეზარებოდა ამ ქვეყანაში შემორბოდა, ანგრევდა, წვავდა, ჩეხავდა და გადიოდა ჩვენი ხელით ვაკეთებთ ამას. ეს კატასტროფაა უკვე. მე რა თქმა უნდა გიერთდებით ამ პათოსში და აუცილებლად ვფიქრობ, რომ საზოგადოება გაცილებით აქტიური უნდა იყოს თავისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან სტუდიაში და შევეხეთ იმ ძალიან მტკივნეულ საკითხს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აუცილებლად გაიაზრებს, რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა მივხედოთ და პატივიცეთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რადგან ეს არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიის, კულტურის ნაწილი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მომავალ შაბათს კვლავ შევხვდებით მნიშვნელოვან თემებზე სალაპარაკოთ.